დღეს არის შაბათი. 15 აგვისტო საეკლესიო კალენდრი დღეს არის 2 აგვისტო და ჩვენ ამ შაბათის შესახებ გვისაუბრია. ეს არის საუბარი 79. მაგრამ კიდევ არის საუბარი 29 და 99 წმინდა სტეფანე პირველმოწამის შესახებ, მისი ხსენებაც არის დღეს და მე მინდა დღეს გესაუბროთ ახალი გარემოების შესახებ. ჩვენ შემოგვემატა წმინდა ნაწილი, წმინდა ნეტარი ვასილის შესახებ. ვასილი ნეტარი, ესე რუსულად ესე ეწოდება, ვასილი ბლაჟენი და მის შესახებ იმიტომ რომ წმინდა ნაწილი გვაქვს და კიდევ ხვალინდელ დღის შესახებაც გვისაუბრია, ოღონდ არ გვისაუბრია ხვალ არის 3 აგვისტო საეკლესიო კალენდრით, რაჟდენ პირველმოწამის შესახებ არ გვისაუბრია და აი დღეს მინდა რომ ამის შესახებ გესაუბროთ და დავიწყებ მე ესე იგი ამ საუბარს. ეს არის როგორც მოგახსენეთ წმინდა ვასილი ნეტარი. წმინდა ვასილი ქრისტესათვის სწავლოსი, მოსკოველის საყურველთ მოქმედი. და აი 2 აგვისტოს არის სწორედ მისი ხსენება. ესე იგი ვასილი ნეტარი არის რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი აი ცენტრალური წმინდანია და მე ეხლავე დაგარწმუნებთ ამაში და აი მინდა გაჩვენოთ ეს ტაძარი, ამ ტაძრის ფოტო. აი ესეთია. ეს არის კრემლის გვერდით, ზუსტად წითელ მოედანზე, ძალიან ცნობილი ტაძარია. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ შემთხვევაში ფოტოზე მაინც გინახავთ. აი აქ არის დასაფლავებული ეს ტაძარი, აი რომ ამ გუმბათებს რო ხედავთ, სხვადასხვა წმინდანების თუ დღესასწაულის არის ეს არის ამ ტაძარს ეწოდება ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი. ერთ-ერთი მაგალითად გრიგოლ სომეხთა განმანათლებლის სახელობისაც კი არის. აი ამ რამდენიმე გუმბათიდან და ხო და აქ არის დასაფლავებული წმინდა ნეტარი ვასილი. ეხლა რა ესე იგი მოგიყვებით ეხლა ყველაფერს მის შესახებ. რაც არის ცნობილი. მე-15 საუკუნის წმინდანია და წინასწარ მინდა გითხრათ, რომ არის იოანე ჩვენ გვისაუბრია, იოანე მრისხანია, ქართულად მგონი არ არის სწორი თარგმანი. მგონი იოანე მრისხანე კი არ არის, მგონი არის ქართულად იოანე საზარელი, ესე უნდა იყოს. ეს არის რუსულად ივან გროზნი. ხო და ეს გროზნი არ ნიშნავს მაინდამაინც მრისხანეს, აი ეს გრაზაა, ესე იგი აი რომ შიშის მომგვრელი, ალბათ ესე უნდა იყოს, ალბათ საზარელი, ყველაზე მეტად ესე უცხო ენაზე არის, ინგლისურად არის terrible, ანუ რაღაც აი როგორ არ ვიცი. იოანე საზარელი, მე ესე გამოვიყენებ ამ სიტყვას. იოანე საზარელის თანამედროვეა და ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ იოანე საზარელზე, როდესაც ჩვენ საუბრობდით წმინდა ფილიპეზე, მოსკოვისა და სრულად რუსეთის მიტროპოლიტზე, მოკლედ რა დღის ჩააგდო და ბოლოს როგორ მოაკვლევინა იოანე საზარელმა. რთული პიროვნებაა, ძალიან რთული პიროვნებაა. ესე ცალსახადაც ხას ვერ გადაუსვამ, იმიტომ რომ რუსეთის ისტორიაში ბევრი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ მე გამიკვირდა სხვათა შორის ესეთი აზრიც კი არსებობს მისი წმინდანად შერაცხვის შესახებ, რაც წარმოუდგენელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და აი დღევანდელი საუბრიდან კიდევ ერთხელ ამაში ჩვენ დავრწმუნდებით. მიუხედავად ამ თავისი სიმხეცისა, ეს იოანე საზარელი ძალიან დიდ ანგარიშს უწევდა სწორედ ამ ვასილი ნეტარს. და აი ხა ამის შესახებ მოგიყვებით. მამის სახელი არის ცნობილი იაკობი და დედა ანა და კიდევ არის დიდხანს არ ყავდა ჩვილი, ევედრებოდნენ და ეს ანა სულ ლოცვაში ატარებდა დროს და მერე უკვე როდესაც მუცლად იყო და როდესაც მოახლოვდა მშობიარობის ჟამი, სულ ეკლესიის შესასვლელთან ატარებდა და დაიბადა აი აქ. ეს არის ძალიან ცნობილი ტაძარი ასევე მოსკოვში,
ნუ ეს სოფელი იყო ადრე მოსკოვის დღეს ახლა ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მოსკოვის ცენტრად არის თვლება, მაგრამ ნუ ახლოს არის ცენტრთან, ეს არის ელოხოვო არის სოფელი, ესე ქვია ამას ელოხოვსკის საბორ, ელოხოვის ტაძარი, ეს არის ნათლისღების, ღვთისგანცხადების სახელობის ტაძარია და წლების განმავლობაში ეს იყო საპატრიარქო ტაძარი და აი ბოლო დროს უკვე გახდა საკათედრო, ანუ საეპისკოპოსო ტაძარი. ეს არის ეს ელოხოვის ტაძარი. აი ამ ტაძრის შესასვლელთან ამაღლება ის როდესაც კიბეზე ადიხარ, იქ იდგა ეს ქალი ლოცულობდა ეს ანა და იქ დაიწყო შობიარობა და იქ დაიბადა ესეც რაღაცა ნიშანია ღვთისგან, იქ დაიბადა ნეტარი ვასილი. ანუ ვასილი ნეტარი როგორც რუსები ამბობენ. შემდეგ ნუ мама მიაბარა ნუ სასწავლებლად თუ რაღაც ხელობა რო ესწავლა რა, მეწაღეს მიაბარა და იმასთან მუშაობდა, ფეხსაცმელებს კერავდნენ და რაღაც და ესე იგი, აი ჯერ კიდევ გამოიჩინა მან რაღაცა განსაკუთრებული უნარი, მაგალითად წინასწარმეტყველების ამ შემთხვევაში, ესეთი ამბავი არის ცნობილი, რომ ვიღაც მოვიდა მათთან ვაჭარი და შეუკვეთა ფეხსაცმელი. ჩექმები შეუკვეთა და თქვა რომ ისეთი ჩექმა შემიკერეთო, რომ მთელი წელი არ გაცვდესო. ისე ვიხმარო, რომ არ გამიცვდეს ერთი წელი ვატარო ეს ჩექმებიო და ამ საწყალს ჯერ ჩაეცინა, უბრალოდ საწყალი ის იყო ეს ვაჭარი. ამ ვასილის ჯერ ჩაეცინა და მერე ცნობილები წამოუვიდა, ის რომ წავიდა და რომ გაუკვირდა ხა მის ამ მასწავლებელს თუ ამ იმას რა ქვია მეწაღეს ესა და რა იყო უთხრა, რატო ესეთი რეაქცია ქონდაო და მთელი წელი ატაროს კი არა, ვერც კი ჩაიცვამსო ისო ამასო რა, იმიტომ რომ მალე გარდაიცვლებოდა, მართლა ესე იგი სანამ შეიკერებოდა ფეხსაცმელი, აღმოჩნდა რომ ეს ვაჭარი გარდაიცვალა. ნუ მოკლედ ეს ნიჭი რო აღმოჩნდა, ეხლა მე მინდა წინასწარ ესეთი შესავალი გავაკეთო, რომ ისეთი ამბები უნდა მოგიყვეთ ამ ვასილიზე, რომ აი ცოტათი როგორ გითხრათ, ცოტათი გაუგებარი, ცოტათი რაღაცა თუ არ გავითვალისწინებთ ერთ გარემოებას. ესე იგი, მას ჰქონდა პირდაპირ გამოცხადება ღვთისგან და ესე რომ ვთქვათ, მის ცხოვრებას, ნუ სულიერ ცხოვრებას და მის მიწერ ცხოვრებას პირდაპირ უფალი წარმართავდა. 10-16 ზუსტად არავინ იცის, აი 10-16 წლის ასაკში მან დაიწყო უკვე სალოსობა. დაიწყო სალოსობა და ჯერ მდუმარებაში იყო. რა თქმა უნდა, მერე თანდათან წამოვიდა ამ მეწაღისგან, როდესაც უკვე ლოცვა კურთხევა მიიღო ღვთისგან, რის ეხა ესეთ უცნაური რაღაცა უნდა გითხრა. ესე იგი, ჯერ სალოსობა დაიწყო, ჯერ ესე მდუმარება დაიწყო, საერთოდ დადუმდა და მერე რაღაცა დროის შემდეგ გაიხადა ტანსაცმელი. ესე იგი, გაიხადა ტანსაცმელი, როგორც იცით, აი სრულებით შიშველი იყო. შიშველმავალს უწოდებდნენ, შიშველმავალს. და იცით ახლა აი ამის როგორ შეიძლება ამისი რაღაცნაირი ახსნა ალბათ, ხო? ესე იგი, უფალმა მიანიჭა მადლი ისეთი, როგორიც ადამიანს ჰქონდა სამოთხეში. და როგორც ადამი და ევა შიშვლები იყვნენ და ამას ვერ ამჩნევდნენ ამ სიშიშვლეს, არ წვენოდათ. იმიტომ რომ ნათლით შემოსილები იყვნენ. აი ესე რადგან უფალმა მას მიანიჭა ეს მისცა ეს ლოცვა კურთხევა რომ შიშველი ყოფილიყო, მიანიჭა მადლი და ხალხი რაღაცნაირად სრულებით ვერ აღიქონდა მის შიშვლეს. და არადა ხატებზე გამოიხატება ხან ქვედა, ნუ ძირითადად უშუალო იყო ქვედა ტანსაცმლით, მაგრამ არსებობს გამოსახულება თითქმის მის თანადროული ცოტა გვიანი, ამას გაჩვენებთ, სადაც ის არის სრულებით შიშველი, აი სრულებით. ოღონდ როგორ არის გამოხატული ხატზე, ამასაც ნახავთ. ნაქარგობა ძალიან საინტერესო. მოკლედ აი ესეთი გახდა ეს ნეტარი, ესე იგი ეს ვასილი ნეტარი, როგორ იცით, ესე იგი ეს რას ნიშნავს? ფეხშიშველი, რა თქმა უნდა,
და ზამთარ ზაფხულში ხანდახან ძალიან ცხელა მოსკოვში ადრე განსაკუთრებით იყო ეს შესამჩნევი და ზამთარში კიდე ნუ სადღაც 40 გრადუსამდე მიდის ხანდახან ყინვა რა და მიუხედავად ამისა ეს სრულებით ესე შიშველი დადიოდა და სახლი არ ქონდა. სახლი არ ქონდა, ესე იგი, არსად არ ქონდა ეს პატარა ქოხიც კი არ ქონდა, რაღაცა პატარა ოთახი, აი, საერთოდ არაფერი ესე გარეთ ატარებდა ამ დროს, ეხლა სად იძინებდა რაღაც არ არის ცნობილი, ბოლოს არის ცნობილი, მის ბოლო მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, ესე იგი, იურლოვა, ეს არის ქრივი ქალი იყო იურლოვა სტეფანი და აი ეს მერე ბოლოს უკვე როდესაც ეს უკვე საკმაოდ 80 მეტი წელი გაატარა შეიძლება იყო როდესაც აღესრულა 80-ზე მეტის იყო გეტყვით ზუსტად მერე ყველაფერს რამდენი წელს აღესრულა და ეს ქალი მოკლედ რაღაცნაირად ბოლოს პატრონობდა ეხლა დავიწყოთ ესე იგი ნუ ბევრი არაფერია ცნობილი და რა არის ცნობილი მის შესახებ ეს მინდა მოგიყვეთ. ესე იგი მის შესახებ არის მხოლოდ სასწაულები ცნობილი. მეტი არაფერი, აი ესე ქუჩაში ცხოვრობდა როგორც მოგახსენეთ, მის შესახებ არის მხოლოდ სასწაულები, ოღონდ როგორი ცით ეს სასწაულებიც რაღაც ბურუსში არის გახვეული რა. უფრო სწორედ ზუსტად როგორი იყო ეს არ არის აი იმდროინდელი აღწერილობა არ არსებობს ამისი მოგვიანებით უკვე ხალხის ცნობიერებაში როგორ ჩამოყალიბდა ანუ აი დღეს ვასილი ნეტარი რას ნიშნავს რუსებისთვის აი რა სასწაულები აქვს მოხდენილი ეს სასწაულები გვიანდელი აღწერილობის არის მოკლედ ამის თქმამინდა და აქ არის ერთ ადგილას ჩვენ ესე იგი აი სწორედ ივანე საზარელთან რომ მივალთ ესე იგი ისეთი სასწაული არის აღწერილი რომელიც დროში არის ცოტათი აცდენილი აი მოვლენებთან და მიუხედავად ამისა მაინც ერის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა როგორც სასწაული ვასილი ნეტარისა ну დავიწყოთ თავიდან ესე იგი პირველ რიგში ესე იგი ეს ითვლება ზღვაზე მგზავრობის ნებებელთან მფარველწმინდანად, იმიტომ რომ ესე იგი მოსკოვიდან მოახდინა სასწაული კასპიის ზღვაზე, რაღაც ღელვა იყო და გადაარჩინა რუსი ვაჭრები, რომლებიც შემდეგ ჩამოვიდნენ და თაყვანისეს ნეტარ ვასილის, ასევე მას ჰქონდა წინასწარ მჭვრეტელობის უნარი კრემლის მიძინების ტაძართან 1521 წელს იყო ესე იგი ეს დიდი ხანძარი მოხდა ძალიან მოსკოვში და იგი იდგა და ტიროდა ესე იგი ამ ტაძართან და ესე იგი და ცოტა ხნის შემდეგ ეს ყირიმის ჩათრების ხანი დაესხა მოსკოვს თავს და გადაწვა ესე იგი მთელი მოსკოვი და კიდევ ერთი ხანძარიერი 1557 წლის იგი მივიდა ტაძართან, ჯვართამაღლების ტაძართან ეს ძირითადად ესე იგი შიგ მოსკოვში მოღვაწეობდა ცენტრი მაშინ მოსკოვი ხელა არ იყო როგორც დღეს და იდგა და ტიროდა ამ ტაძართან და ვერავინ ვერ გაიგო ამ ჯვართამაღლების ტაძართან რატო ტირის ეს ვასილი და მეორე დღეს ზუსტად აქედან დაიწყო ხანძარი რომელმაც ძალიან დააზიანა მოკლედ მთელი მოსკოვი შემდეგ არის აღწერილი ამ ვასილი კერა აი მივანე საზარელთან მისი ურთიერთობა იგი ძალიან დიდ პატივს სცემდა და ეკითხებოდა ხშირად და რაღაცა სტუმრად მიყავდა და ერთხელაც სტუმრად მიიწვია და რაღაც სასმელი შესთავაზა, არ ვიცი, ალკოჰოლი იყო თუ რაღაცა, მოკლედ ჭიქით შესთავაზა სასმელი. და ამან ადგადა ესე იამინიდან გადაღვარა პირდაპირ ეს სასმელი რა, ესე უყურებს თვალებში და ესე და ხა ძალიან დაიბნა ეს მეფე რა.
ну წარმოიდგინეთ ეს უნდა გეზმოდეს ვის ელაპარაკებია იოანეს აზარელი და მეორეჯერ დაუსხა რა მეორეჯერაც გადაყარა და აი ამას როგორ ეცით ეს სისხლი რო ასხამს ხეში არაფერი აღარ ახსოვს მე ეს იოანეს აზარელი ესეთი ну აი მხეცი რა ხო და ერთი კი მოახერხა და კითხა რომ ეს რა გააკეთეო აი როგორი მისთვის ეს იყო ну ძალიან დიდი შეურაცხყოფა რა მიაწოდა ეს ну ხალხიც იყო იქ რა ხო და ეს უყურებს და ხანძარი ჩავაქრეო რა ხანძარი ჩავაქრეო ну ევაშიო რა ქვია ნოგოროჩიო ხანძარი გაჩნდაო და ის ჩავაქრეო ესეუნება და ესე იგი ამას იყო რა ეთყობა ამდენი ესა და კარგი უთხრა და სასწრაფოდ გააგზავნა კაცი მალე მსრბოლი მოსკოვიდან ამ ნოვგოროდში გააგზავნა და გაიგიაბა ერთი რა ხდებოდა და რომ ჩავიდა ეს ნოვგოროდში ესე იგი იკითხა რომ რა გამოიწკიდა ნუ მეფის ის არის ესა და სასწრაფოდ შეიკრიბეს ხალხი რაღაც გარაგინა და გაიდა აღმოჩნდა რომ ესე იგი დიდი ხანძარი გაჩნდა ტაძარში ну აენთო ყველაფერი და ვიღაცო შიშველი კაციო გამოცხადება იყო ესეთი ვიღაც შიშველი კაციო ესე დაასხაო წყალიო და ჩააქრო და ეს ჩამოვიდა ჩამოიტანა ეს ამბავი და ну აღმოჩნდა რომ ვიღაც შიშველი კაცი ეს არის შიშველი ყველგან შიშველი დადიოდა რა იმ მეფესთან შიშველი მიდი მოკლედ ესეთი სასწაული არის შემდეგ კიდევ არის ივანე მრისხანესთან ესეთი რამ რომ ერთხელაც წირვა სრულდება კრემლის მიძინების ტაძარში და ეს წირვას ესწრება და მაგრამ სადღაც კუთხეში დადგა ისე რომ მაინდამაინც არ ჩანდა ეს ვასილი ნეტარი და როდესაც წირვა დამთავრდა რომ გამოვიდნენ გარეთ ივანე მრისხანე ეკითხება რომ ეს ივანე მოსაზარელი თუ მრისხანე ეკითხება რომ სად იყავიო წირვაზეო მე გეძებდიო და ვერ დაგინახეო არ ჩანდიო წირვაზეო იცი რა უთხრა მე კი ვიყავი წირვაზე შენ არ იყავიო თვითონ ესე იგი ტანით კი იყავიო ხორცით მაგრამ შენი ფიქრებიო აი ესეთი ადგილია ვარაბიოვის მთები ესე ქვია მოსკოვში ეს არის ადგილი მოსკოვში სადაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა დგას დღეს ვარაბიოვი გორი ესე ქვია და აი ვარაბიოვის მთებზე სასახლეს აშენებდიო და მართლაც თურმე მთელი წირვა ივანე მრისხანე ფიქრობდა როგორ ააშენებდა იქ სასახლეს საერთოდ სიტყვა არ გაუგია წირვაზე რა ხდებოდა და ამაში ამხილა ну შემდეგი არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამ სწორედ ეს რის გამოც შემდეგ მე ეს საფუძველი გახდა ამ ფილიპემ მოსკოვის მიტროპოლიტის სამების ესე იგი ეს თავს დაესხა ამ ნოვგოროდს ქალაქს ну ეს თალკე ისტორია რა თქმა უნდა ამას ახლა აღარ აღწერეს რატო იყო აღარ აღწერეს და დაესხა თავს და ну საშინელებები აკეთა იქ რა აი ხალხი დახუცა რაღაცა ესა და ეს აი როგორც ამაზე გითხარით სწორედ ესეთი შედარებით გვიანდელი აღწერა ამ სასწაულს ეს აი ამ დროს ეს მეფის ბრძანებით ხალხს ხოცავდნენ ის მივიდა მეფესთან და წამოდიო ჩემთან სადაც უნდა მიგიყვანო და ხიდ ქვეშ პატარა ქოხში მიიყვანა რაღაცა ქოხივით იყო და აი ამ ქოხში შეიყვანა შემოდიო უთხრა და აი ეს ჭამეო უთხრა და ამარო დახედა ხედავს რომ ჭიქით დგას სისხლი და თეფშზე დევს ახალი უმი ხორცი აი ეს უნდა შეჭამო უთხრა ეს გაუგნდა რა ივანე მრისხანე და რას ნიშნავს ეს წამოდიო უთხრა გამოიყვანა ზემი და ესე იგი მარცხენა ფეხი დააბიჯა ივანე მრისხანეს ესე არის აღწერილი მარცხენა ფეხი დააბიჯა და მარჯვენა ხელი გაიშვირა და აი ხა აქეთ გაიხედეო და ამან გაიხედა და რას ხედავს ესე იგი რომ ცაში მანკო ადამიანების სულები როგორ ადის და როგორ
როგორ ანგელოზები მოწამეობრივ გვირგვინს ახურავენ თავზე, ესე იგი აი ამათ. ეს იყო ეს იონე ამ საზარელის მიერ ამ იონე საზარელის მიერ დახოცილი ხალხი და ნუ მე ამბობი რომ მოინანია ეს იონე მრისხანემ თუ იონე საზარელმა და ისიც შეიცვალა. ის ჩიქაში ღვინოთ გადაიქცა და ეს რაღაც აღარ მახსოვს რაღაცა ხილი თუ რაღაცა მოყვა ეს ხორცი. მოკლედ ეს შემდეგ ну ძირთად ეს არის რაც მოგიყევით რაც არის მის შესახებ ცნობილი და კიდევ მინდევრები გამოუჩდნენ უკვე მე მოგვიანებით მაგალითად მოსკოველი სალოსი წმინდა იოანე 1599 წელს გარდაიცვალა ისა და გარდაცვალების წინ დაიბარა რომ აი ვასილის გვერდით დამასაფლავეთ რომელიც ასევე სრულიად ჭიშველი დადიოდა და ბოლოს ესეთი გადმოცემა ესეც გვიანდელი გადმოცემაა რომ როდესაც ვასილი ნეტარი აღესრულა მეფეები, ნუ ეს ივანე მრისხანესაც ეხება და იმასაც კიდევ სხვა მეფეები სხვადასხვა მხარის რუსეთის ჩამოვიდნენ და რომ ესე იგი ასევე მეუღლე ივანე მრისხანის ანასტასია რომანოვნა ესე არის და აი ესეც ესრებოდა და ამ მეფეებმა მისი კუბო თუ რაღაცა რაშიც იყო ჩასვენებული, ეს თავზე დაიდეს, თავზე და ისე გაასვენეს და ნუ ის არის როგორც მოგახსენეთ დასაფლავებული აი ამ ვასილი ნეტარის რაც ქვია დღეს სინამდვილეში ეს არის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი, მაგრამ ნუ ხალხში ვასილი ნეტარის ტაძარი ეწოდება, აქ არის დასაფლავებული დასაფლავების დროს ბევრი სასწაული მოხდა და ავადმყოფები განიკურნენ და შემდეგ მის საფლავთან აღესრულებოდა სასწაულები. აი ეს არის რაც შეგვირდით, აი ესეთი ნაქარგობა არსებობს, ეს არის ალბათ ყველაზე უფრო ავთენტური გამოსახულება. აი ეს სიშიშვლე როგორ არის, აქ ნახეთ დაფარული ესეთნაირად და ეს სახე. ალბათ ეს გავს ყველაზე მეტად თვითონ ვასილი ნეტარს. თუმცა მე ახლა უნდა გაჩვენოთ თქვენ აი ეს მინა ნაწილი რაც გაგვაჩნია პირდაპირ ჩაბძანებულია ესე იგი სანაწილეში ესე გაკეთებულია უკვე ესეთნაირად ნახეთ აი ეს არის ნუ ესეც არ არის ახალი ძველი მინანქარია აი ეს ნეტარი ვასილის და აი აქ არის მისი წმინდა ნაწილი ესეთნაირად ეს დასავლეთის ეკლესიამ გადმოგვცა ჩვენ. აი ესეთი სანაწილი ესე იხურება, ესე არის გაკეთებული ესეთნაირად. და ეს არის ვასილი ნეტარის სანაწილი და წმინდა ნაწილი. ნუ შეგვეციოს სამწმინდანის მადლი და მე კი ხა გადავდივარ უკვე წმინდა რაჟდენზე. რაჟდენის შესახებ უნდა გესაუბროთ ერთი წუთი. ნუ სანამ უშუალოდ რაჟდენის შესახებ ვისაუბრებთ, წყაროები მინდა გითხრათ, წყაროებში როგორ არის აღწერილი, რა თქმა უნდა, თავარი წყარო არის ვახტანგ გორგასალის ცხოვრება, ნუ ბალენტუხტი, ესე იგი ვახტანგ გორგასალის პირველი მეუღლე, აი ამისი მამამ ძუძე ესე წერია ცხოვრებაში, მისი აღზრდელი იყო ეს რაჟდენი და ცხადია რომ ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში წერია, მაგრამ ჩვენ ესე იგი აქედან არ ვისარგებლებთ დღეს მე მინდა დღეს არ გიკითხოთ აი როგორც არის შემორჩენილი ესე იგი აი ამ ქართულ მწერლობაში ბესარიონ ორბელიშვილი წამებაი და ღვაწლი წმინდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისა და სპარსთა მიერ ქართლს შინა სოფელსა შინა წრომს ესე ქვია აი ამ ცხოვრებას მე მინდა რომ წავიკითხოთ ერთად მე წაგიკითხავთ ამას
ესე იგი ბესარიონი ეს არის ბესარიონ ბეჟანის ძე ბარათაშვილ ორბელიშვილი. ბარათაშვილების ფრთა იყო ეს ორბელიშვილები. ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ნუ ახლა ევრიოდის სიტყვით მინდა მოგიყვეთ, თითო როგორ ამბობს თავის თავზე ნახეთ, თითო როგორ წეს. ესე იგი ნათესავით ბარათაშვილი, ტომობით ორბელიშვილი, ბესარიონ უდაბნოსა გარეჯისასა ესე აქ თავის შესახებ წერილებში ძალიან ცნობილი მოღვაწე იყო, სანამ კათოლიკოსი გახდებოდა, მანამდე იყო უკვე ძალიან ცნობილი. დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა და ყავდა მოწაფეების და გადამწერების ჯგუფი, რომელიც აგიოგრაფიულ კრებულებსა და სხვადასხვა ლიტურგიკულ საკითხებზე მუშაობდა, ნუ ძალიან დიდი მოღვაწეობა ჰქონდა გაწეული. მე აღარ მოვყვები მის შესახებ, თუ შეიძლება, როგორ გახდა ეს საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, გახდა დომენტი ავალიშვილის, არა ავალიშვილი არა ვაცრა, დომენტი კათოლიკოსის შემდეგ, ჯერ კიდევ დომენტი კათოლიკოსის სიცოცხლეში, მაგრამ ნუ ეს ძალიან სევდიანი ამბებია, როგორ მოხდა, რა მოხდა, მაგრამ ნუ გახდა ყოველ შემთხვევაში კათოლიკოსი იყო, გარდაცვალებამდე და ესე იგი ბევრი წერა, ძალიან ბევრი თხზულებები აქვს მას და ამაზეც აღარ შევჩერდები. აი 100 წერილი აქვს რაჟდენ პირველ მოწამის ცხოვრება, თუმცა ესე იგი არსებობს კიდე საგალობელი პირველ მოწამისა რაჟდენისა, ანტონ კათალიკოსის შესხმა და მოთხრობა ღვაწლთა და ვნებათა წმინდისა მოწამისა რაჟდენისათა. ქმნილი ანტონის მიერ არქიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოისა საქართველოისა დავით ბაგრატოვანისა. აი ესეც არსებობს, ოღონდ ამასაც აღარ შევეხებით, პირდაპირ მე მინდა დავიწყო მინდა გითხრათ, რომ აი ესე რომ ვთქვათ ახლა ესეთი საეროენით ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე, ერთ-ერთი უშესანიშნავი სითხზულება გვიჭირავს ჩვენ ახლა ხელთ, აი ამ უწმინდესი და უნეტარესი ალბათ არა, იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო, ალბათ მაინც უწმინდესი და უნეტარესი, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო. მოკლედ კათოლიკოს პატრიარქი ბესარიონის მიერ აღწერილი. ესე იგი საკმაოდ ვრცელი შესავალი აქვს, რომელსაც ახლა არ წავიკითხავ, იმიტომ რომ დიდი ტექსტი გვაქვს წინ. საკმაოდ ვრცელი შესავალი არის, ესე იგი მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ ზოგადად. მე ადრეც მithქვამს და არ ვიცი თუ როდესმე მოახერხე, კარგი იქნებოდა, რომ ცალკე წიგნად შეკრებილიყო, აი ყველა აგიოგრაფიული თხზულების შესავალი. რაღაცა ბრწყინვალე ტექსტებია, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას ეხება ეს მაგალითად, სერაპიონ ზარზმელის ქართულები რაც არის, მაგრამ ეს უცხოეთშიც ესე იყო, ესე იგი აი ეს მსოფლიო მოკლედ აი აგიოგრაფიულ მწერლობაში ყოველთვის ეს აღწერილი, ცხოვრების აღწერილი იწყებს ძალიან საინტერესო საუბრის ტექსტი და საკმაოდ ვრცელია ეს, ამიტომ მე ახლა ამას აღარ შევეხები და დავიწყებ პირდაპირ რაჟდენის შესახებ დავიწყებ ახლა თხრობას. გაცრავად. იყო ესე სამგზის სანატრელი, ვითარცა ძველნი მატიანენი გვაუწყებენ და მიმოგანთესილოვანი ესე ვითართანი უწყებოთანი. აი ძველ წიგნებში რო შეხვედრია წმინდანების ცხოვრება, აი ასეთ წმინდანზე გვაქვს ლაპარაკი. ვითარმეტ იყო ნათესავით სპარსი, ეროვნებით სპარსი იყო რაჟდენი. დიდთა და დიდებულთა მთავართაგანი. და საკუთართა შორის სპარსთა მეფისათა წარჩინებული და ჟულითა იყო იგი ცეცხლის მოსავდა მსახურ მზისა და მთოვარისა, რომელსაც არწმუნეს ასული მეფისა აღსაზრდელად. ესე იგი,
ძალიან წარჩინებული პიროვნება იყო სპარსეთის მეფის კარზე და იმდენად წარჩინებული იყო, რომ მეფის ასული ხორაზმი ქვია მეფეს, აქ არ წერია ცხოვრებაში, მაგრამ უცნობელია ხო ეს ამბები და მისი ქალიშვილი რო ეყოლა მაშინდელი ტრადიციის მიხედვით ამან დაუნიშნა აღმზრდელი და აი სწორედ რაჟდენი დაუნიშნა აღმზრდელი და ასული მეფისა აღსაზრდელად. რამთუ წესი იყო მაშინ სპარსთა შორის, ვითარცა ჩვენ ქართულთაცა შორის. სპარსელებშიც და ქართველებშიც იყო ეს წესი, რომ მეფის წულს, მეფის შვილს უნდა აღზრდელი ყოლოდა, რომელსა მამამძუძედ უხმობდეს. მეცველი სიტყვა მამამძუძე და აი მამამძუძე იყო იგი სწორედ სპარსთა ესე იგი სულისა ბალენდუხტი ესე ერქვა ასულს. და დიდად რადმე პატივს ანიჭებდეს ესე ვითარდა საქმეთა მთავართა დიდებულთა მას ჟამსაშინა მეფემან ვახტანგ ინება მზახობა ის სპარსთა მეფისა და დანათესავება სპარსთა მეფესთან ინება ვახტანგმა და სთხოვა ასული იგი რომელსაც მამამძუძედ ქმნილიყო სანატრელი იგი ანუ რაჟდენი და ოდეს იქმნეს ქორწილი და მიიწვიეს ქართლად თანყვა ნეტარიცა ესე აი როდესაც ქორწილი გადაიხადეს და ეს ქალიშვილი სპარსთა მეფემ საქართველოში გამოატანა ვახტანგს ნუ ვახტანგიც ვიცით ხო რომ სპარსი იყო ეროვნული გამოატანა აი ეს მამამძუძე გამოაყოლა და მეფემან ვახტანგ დიდითა პატივითა და შემსგავსებულითა არზანიგითა ვითარშვენოდა მთავრობასა მისცა ესე პატივსა ნეტარსა მას დიდი პატივით მიიღო ეს მამამძუძე მამულები გადასცა და მოკლედ დაასახლა იქ და დიდნი სოფელნი დააგარაკნი მიანიჭა და საკუთარ და თანამზრახულ თვისაყო იგი თავის მრჩევლად თუ თავის თანა მოკლედ როგორც მრჩეველი როგორც დიდი პატივით მიიღო და ბევრ ამას მოკლედ ძირითადად ეკითხებოდა ხოლმე ამას არ მხოლოდ ოდენ მთავრებრივისა დიდებულისა მისსა შესატყვისობისათვის არა მარტო იმიტომ რომ მას თავისი რანგით ეკუთვნოდა ეს არამედ სიკეთისა და სათნოებათა მისთა ღირსებისათვის ძალიან ღირსეული და სათნო ადამიანი იყო და რამ თუ ჯერეთ მამულითა სჯულით მყოფი არა უდარეს ნათელღებულისა და იხსეოდა იმიტომ რომ ნახეთ რა წერია ჯერეთ თავისი რჯულის უარყოფამდე ჯერ კიდევ ბევრ ქრისტიანზე უფრო მეტი ქრისტიანი იყო ესე იქცეოდა რა ამიტომაც შეძლო მან ქრისტიანობის მიღება რამით ყოვლითა სათნოებითა შემკული იყო რომელსაც გვასწავლებს სახარებისა სჯული სიმართლითა და ჭეშმარიტებითა მოწყალებითა და სიმდაბლითა სიმშვიდითა და სხვათა ყოვლითა სათნოებითა რომელთა საყვარელო სათნო არს ღვთისა ესე იგი აქ არის ჩამოთვლილი თვისებები სახარებისეული თვისებები რასაც სახარება გასწავლე აი ამ სათნოებებით იყო შემკული ესე იგი ამისთვის საყვარელი იყო ყოველთა მიერ ყველამ შეიყვარა ეს რაჟდენი უფრო ისად მეფის სამემართ აქვთ საკუთრება ესეუდენთა კეთილთა მისათვის რამეთუ ფრთხილი იყო და მახულცა გონებითა ნეტარ რაჟდენ და გონებაც მოკლედ ეხლა რო ვთქვა თანამედროვე სიტყვები ძალიან მაღალი ინტელექტი ჰქონდა ძალიან დიდი გონებრივი რესურსი ჰქონდა მოკლედ ძალიან სწრაფად აზროვნებდა მოკლედ რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანი მეუღლესთან ერთად ვახტანგმა მიიღო სპარსთა მეფისაგან საჩუქრად ესე რო ვთქვა რომ გადმოვიდა ეს კაცი და გახდა ამ თანამმართველი მეფის და იხილა რა წესი ქრისტიანობისა სიყვარულითა ქრისტესითა და ცეცხლებად მოტყინარი იყო სარწმუნოებისათვის და სუროდა ნათლისღებისათვის და ცხადია რომ ესეთი ადამიანი რომ ჩამოვიდა საქართველოში დაინტერესდა ხა ვახტანგი ქრისტიანია უკვე ხო და დაინტერესდა ძალიან ღრმად დაინტერესდა ქრისტიანობით და ნუ ძალიან მისთვის აღმოჩნდა ეს ქრისტიანობა აღმოჩნდა ძალიან ახლობელი და ერთი სული ქონდა მოკლედ ესე წერია აქ როდის მოინათლებოდა რომელიგი პირველივე განათლებული იყო საქმეთა მიერ კეთილთა როგორც მოგახსენეთ თავისი კეთილი საქმეებით უკვე ნათელღებული იყო
ის და აღბეჭდულ ღვთისმსახურებით ესწრებოდა ღვთისმსახურებას როგორც შეიძლებოდა და ნუ მოკლედ ესე ზეთის ზედა მივალ იგი ეკლესია და ისმენ სიტყვათა საფრთხოთა და ყოველ წირვაზე დადიოდა არაცნენდა და იქ ქადაგებას ისმენდა მოკლედ ესეთი დიდი მოგძალებით რა და როგორც თქვიო ეს ბესარიონი ამბობს კათალიკოს უძველესი და უნეტარესი ამბობს არა უდარეს გამოჩნდა იგი ადრიდან ნათლღებულთასა როგორც მოგახსენეთ არაფრით იმაზე ნაკლები არ იყო ვინც უკვე იყო მონათლული ხოლო ნათელს იღო რა და როდესაც მოინათლა ნათელს იღო რაი უმეტესად წარემატა სათნოებითა და მიზედა მოფენილი იგი მადლი სულის უმხურვალესად აღატყინა მის შორის ეს სულიწმინდის მადლი რომელიც ნათლობისას მიიღო კიდევ უფრო მეტად მის შორის ესე იგი აღეტყინა რამე თუ მარადის გამოიკვლევდა ცხოვრებასაც წმინდათასა და უფროსად მოწამეთათვის სურვილი იყო და ნატრი და ცხოვრებასა და აღსასრულსა ვითარცა ეხლა მოგახსენებთ ამას ესე იგი და როგორც კი ეს ნათელი იყო ძირითადად ესე იგი თან გონება ჰქონდა ძალიან განვითარებული და წმინდათა ცხოვრებას კითხულობდა და სწავლობდა განსაკუთრებით მოწამეებს და თავიდანვე ესე იგი ჩაიდო გულში ეს საღვთო შური და ნატრი და აღსასრულს ამაცა მოწამეობრივ აღსასრულს ნატრი და ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი რატო ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაშიც არის ეს ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა რატო იმიტომ რომ მოწამეობრივი ღვაწლი და მოწამეობრივი აღსასრული გამოცხადების გარეშე არის შეუძლებელი თუ ადამიანი ეღირს აი ღირსი გახდა ესე იგი მოწამეობრივი ქრისტესათვის რომ სიცოცხლე გასციროს ეს არ ხდება გამოცხადების გარეშე ადამიანს არ აქვს ერთი ძალა და მეორეც ერთი თუ ღვთისგულისათვის აკეთებს ადამიანს აუცილებლად ეცხადება ღმერთი ეს რო წაიკითხა და ეს რო გაიგო მოკლედ აი ამ საღვთო შურით აღივსო და უნდა რომ თვითონაც ესე მოწამეობრივი ცხოვრებით აღსრულებულიყო და ვითარც ამბობს სოლომონი ნახეთ რას ამბობს სოლომონ ბრძენზე ლაპარაკი ილოცვიდა და რათა იგიცა ღირსიქმნეს ინებოს თუ ღმერთმა ესე იგი სოლომონი ამბობს რომ აი რა ესე იგი რომ აი როგორც ითხოვ ხა ეს მართალი გითხრათ კარგად არ მახსოვს სოლომონს ეს სადო წერია მაგრამ ესე რომ ითხოვდა მოკლედ ამ მოწამეობრივ აღსასრულს ღვაწლსა წამებისასა და შესმოცასუველსა უკტავებისასა და ესეთ განშვენებული იყო შემკული ღვთისმსახურებითა ვიდრეღა თანაწართა სიყმიდან ღვთისმსახურებას ეშინა აღძულთა ესე იგი იმდენად შეითვისა ეს ღვთისმსახურება რომ იმათთან ერთად ესე იგი იმათი მსგავსი გახდა და აღარ განირჩეოდა მოკლედ იმათგან ვინც ბავშვობიდან ქრისტიანულად აღიზარდა და ამისთვის საყვარელი იყო ყოველთა მიერ საკუთარ მეფეთა და მთავართა ესე იგი ყველას უყვარდა ამიტომ ეს რაჟდენი ყველას იმიტომ რომ აი ტოლს არ უდებდა რა ვიცი კიდე როგორ თქვა არც ერთ ქრისტიანს რომელიც ბავშვობიდან იყო აღზრდილი არავის ტოლს არ უდებდა ესე იგი აი ამ ქრისტეს და ქრისტეს რჯულის სიყვარულში ხოლო ოდეს მიშვებით და ღვთისაითა აღსგეს სპარსნი ქრისტიანეთა ზედა და აღიძრნეს ურიცხვთა მხედრებითა და ღვთის დაშვებით ეხლა მე კარგად ვერ მოგიყვებით რა მიზეზები იყო სპარსეთის ეს მეფე ამ თავის სიძეს რატო დაესხა თავზე მაგრამ აი საქართველოს წინააღმდეგ გამოაგზავნა დიდი ლაშქარი ძალიან და იყო ბრძოლაი და დაუცხრომელი მტერობაი ქრისტიანეთა ზედა უпроისად ბერძენთა მიმართ ხოლო ჩვენ ქართველთა მომართ ამისთვის რამე თუ ეძვინებოდა ჩვენი ბერძენთა მიმართ სიყვარული ესე იგი ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ დაიწყო ესე იგი ამ სპარსეთმა დაიწყო ომი და ნუ ბერძნების მიმართ იმიტომ რომ ქრისტიანები არიან და ნუ ისე კიდე სახელმწიფო ინტერესებია მოკლედ ბიზანტიის იმპერიაზე გაილაშქრა და ჩვენც მოვყევით ამაში იმიტომ რომ ჩვენ ბერძნებთან მეგობრობდით და ნუ გასაგებია რატომაც ქრისტიანული აღსარებლობის გამო და ესე უნდათ ნება იყო მათი რათა ჩვენ მტერო ექმნეთ ბერძენთან მაშინ
აღილაში ქრნეს, ვითარცა თქვი მეფემან სპარსთამან ურიცხვითო ფედრობითა და მოყევით ჩვენ სამ ლაშქრობაში და დიდითა ძალითა თვისთა პირველ მოიწინეს საზღვართა ქართლისათა ეხა ბიზანტიის იმპერიას რო დაესხას თავს ჯერ საქართველოს არის გასავლელი რა და ენება დამორჩილება იმათ რა ამით ესენიცა თანაწარი წასვლას და ესე იგი რომ მოადგა საქართველოს საზღვრებს შესთავაზა ვახტანგს რომ წამომყევი ბიზანტიელებთან საომრას და ამან უარი უთხრა ვახტანგმა და არამედ შეიტყოდნენ ციხეთა ქალაქთა შინა რამ თუ ბერძენი უცალო იყვნენ მაშინ ბერძნებს კიდე თავისი განსასწრებელი ჰქონდა და ვერ დაეხმარენ ვახტანგ მეფეს ბიზანტიან ხო და არ შერჩა ხელში მოკლედ ესე იგი ამ ქართველებს მაშინ მეფემან ვახტანგმა გაამაგრა ციხენი და ქალაქნი და თვით დადგა მცხეთას სამეუფოსა ქალაქსა შინა მოვიდეს სპარსი და აღავსეს ქართლი სპითა მრავლითა და გარემო იცვეს მცხეთა ესე იგი ალყა შემოარტყეს მცხეთას ეს სპარსელები შემოვიდნენ შემოესიენ მოკლედ საქართველოს და მაშინ განიყვანეს იგინი ვითარცა ზოგნი დადგეს ავჭალას ზოგნი ნაქულბაქებს დიღმად კერძოდ უმრავლესი ხედრობა მუხრანით კერძოდ და შიდა ქართლს და იმერ და ამერ კვარისასა ესე განათავსა ვახტანგმა თავისი ლაშქარი ამ ქალაქებში გაამაგრა ეს ქალაქები და იმერ და ამერ კვარისა ესე ტყვის ორივე მხარეს და იყო მიმდემი ბრძოლაი და ურთიერთმკვეთებაი რამე თუ გამოვიდიან მცხეთით რჩეული მხედრები და დაუცხრომლად ებრძოდიან და ზოგჯერ ძლევდნენ კიდეც სპათა მშვიდობით შემოიქცენ ქალაქად ზოგჯერ კი იძლიან ქართველნი და მოისრულდეს მათ მიერ და განგრძელდა ბრძოლა იგი ვიდრე 4 თვემდე აი 4 თვე ასეთ დღეში აი ესეთ ბრძოლებში არიან ხან გაიმარჯვებენ ხან ისინი გაიმარჯვებენ და ნუ მოკლედ ეს და ეს რაჟდენი უკაცრავად რაჟდენი არის ნუ ძალიან კარგი მებრძოლი ყველაფერთან ერთად რა სარდალია რა ხო და ეს რაჟდენიც რა თქმა უნდა იბრძვის რამე თუ იყო წმინდა ესე ახოვან წყობათა შინა და გამოცდილ რჩეული მებრძოლი რამე თუ მრავალგზის განსრული და მძლექმნილი ძალითა ქრისტესითა ძლევა შემოსილი უნებრივად შემოიქცეს და ყოველ როდესაც მცხეთიდან გამოდის თავისი ლაშქრით რაჟდენი სულ ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდება მაგრამ ერთხელ არმაზის მხარეს გავიდა ესე იგი ამ ტერთან საბრძოლველად და ბრძოლა ყო მადამართ ხოლო იგინი მარადის უზირდეს და ენება ცოცხლივ შეპყრობა იმისი ეხლა ამ სპარსელებს ნუ ეს ხო იციან ეს ყველაფერი ამ რაჟდენის ამბავი და ნუ მათი ერთ-ერთი მათთაგანია ნუ დიდებული და ეხლა ამ სპარსელებს ებრძვის და ესე იგი ძალიან დიდი ხანი აკვირდებოდნენ ისინი რაჟდენს რომ ცოცხლად უნდათ რაჟდენის შეპყრობა და ეს მისი ეძვინებოდა ქრისტიანობა იმისი და მამულისა შულისა დატევებაი. ეს მამულის ჯული რო დატოვა რაჟდენმა, მოკლედ ამის გამო ძალიან მის მიმართ განსაკუთრებულად ესე იყვნენ ჩასაუსაფრთხო მოკლედ უნდათ მისი შეპყრობა და ცნეს რა სპარტამ უნდა ბანაკებულთა მზირუყეს იმერ და ამერ გზისა სივიწრითა ვერ გარაუძლო პირისპირ შეტევებაი და შეიპყრეს სანატრალიგი მხედარი ქრისტესი. მოკლედ ჩაუსაფრთხენ და რაღაც ადგილას სადაც ვიწრო გზა იყო ესე იგი ეს გამოვიდნენ ამ ჩავისჩამიდან რა ქვია ჩასაფრებულები და მოკლედ მოახერხეს რომ ტყვეთ ჩაიგდეს რაჟდენი და შეკრული წარიყვანეს წინაშე სპარსთა მეფისა ხოლო ცნარაი მეფემ შეპყრობა იწმინდის რაჟდენისა მოკლედ სპარსთა მეფეს მიგვარეს მეფის კარზე წაიყვანეს და მან რო გაიგო რაჟდენის შეპყრობა განიხარა ფრიად ვითარცა სრულიად მძლე ქმნილ იყო ყოველთა წინააღმდგომთა თვისთა და ვითარცა წარადგინეს წინაშე მეფისა იხილა იგი მეფემან და ეტყოდა მხიარულითა პირითა ესე იგი ამ სპარსთა მეფემ გაიხარა იმიტომ რომ მეგობარიც კი იყო იმის შვილი მიანდო რა გასაზრდელად წარმოიდგინეთ რა ეს როგორი ახლობელია რა და ეხლა ნუ ეს რაჟდენი საქართველოს ინტერესებს იცავს ხო და ეუბნება რომ გიხაროდნენ მხნეო რაჟდენ მშვიდობაი შენ და სადა უკვე იყავ ესონდენთა ამ ჯამთა რა ისათვის უარ გიქმნის იქ სადა ხარ ეს რომ დაიკარგე რომ გაგაყოლე ამ ჩემ შულს გას აღარ ჩამოხვიდე ხოლმე ჩვენთან სტუმრად ხო და თან გავიგე რომ მამულის ჯული ესე იგი
და გავიგე რომ მამულის გიქმნიეს რაიცათვის უარ გიქმნიეს მამულის ჯული ჩვენი შენის ესე იგი სამშობლოს სარწმუნოება ანუ მამულის ჯული უარ გიყვიეს და შედგომილ ხარ ჯულსა უცხოსა რომელი არა გასწავლეს მამათა შენთან კაცო ვინ გასწავლა ეს ქრისტიანობა ჩვენთან ხო არავის უსწავლებია და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხვა თავად ნათობთა მსახურებ ჯვარცმულსა კაცსა აი ესე აღიქვამენ ეს პარსელები მზე ბრწყინვალე ესე იგი და ნათობები ცაზე ცეცხლი და ამის მაგერად ჯვარზე გაკრულ ადამიანს ემსახურებიღაც რომელი ჰურიათა მოაკდინეს და შენი კი ღმერთად შეგირაცხიეს ანუ არა ესე ყოველი ესეთ არსა ესე არ არის აი რასაც ახლა მე ვამბობ ებრაელებაში მოკლეს და შენ კიდე ღმერთად გამოაცხადე რა არის ხოლო წმინდა მან მიუგო ჰე ჭეშმარიტად ეგრე არის ვითარცას თქვი პეპეო რამე თუ მე ქრისტიანი ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უხდოება ჩვენი ეროვნული უხდოება მივატოვე და გავხდი ქრისტიანი რაღაცა თაყვანს შემცესა შემწოს არც ამ ზესა კაცთათვის სამსახურად დიდებულსა აღარ ვცემ არც ცეცხლს რომელსაც მხოლოდ ისეულე რომ შეგწოს რა დაგწოს და არცა მზესა რომელიც ადამიანთა მსახურებისათვის არის შექმნილი რომ ადამიანს ემსახუროს მზე არამედ ღმერთსა ცხოველსა რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანა და ყოველნი რაი არის მათ შინა ხილული ანუ უხილავნი რომელსაც აქვს უკვდავებაი და მკვიდრ არის იგი ნათელსა შინა თვალ შეუდგამსა რომელიგი არავინ იხილა და ვერცა ხილვა შემძლებელად არის ეს მზის ნათელზე ლაპარაკი რომ მზის ნათელს ჩვენ ვხედავთ შეიძლება თვალს ვერ უსწორებთ მაგრამ ის საერთოდ უხილავი ნათელია ღვთაებრივი ნათელი ესე არის ღმერთი ჩვენი რომელსაც მე შევემეცნე სამგვამოუნებით დიდებული და ერთღვთაებით აღიხსარებული რომელი უკანასკნელ თამამად ჟამთა მოვიდა ხსნისათვის კაცთა ნათესავისა ერთი წმინდისა სამებისადმი ხორცელ იქნა ნუ ეს პოეზია ფაქტიურად აღარც გავწყვიტავ ამას და დაემკვიდრა ჩვენ შორის და იქნა მსგავს კაცთა თვინიერ ცოდვისა და ყოველივე განგებულება ცხოვრებისა ჩვენის აღასრულა და უკანასკნელ ჯვარს ეცვა და მოკვდა ბუნებითა ჩვენითა და ჩვენ უკვდავებაი მოგვანიჭა და დაეფლა და აღდგა მესამისა დღესა და ამაღლდა ზეცად მუნვეწიაღითა ვინა იგი მუნვეწიაღთა დაბრუნდა ზეცაში ანუ იგივე წიაღში ვინა იგი გარდამოხდა მშდომარეას მამისათანა და ყვალად მოველით დიდებით ღვთაებ შვენიერთა მაცხოვრად მორწმუნეთა მისა დაჟდათ მათ და რომელ არასწამს ღვთაება მისი ველოდებით მის დაბრუნებას და რომ დაჟდეს იმათ ვისაც მისი არ სწამს და მოკლედ აი რაღაც ამ ერთ აბზაცში ფაქტიურად აი მთელი ღვთისმეტყველება ჩამოუყალიბა ქრისტიანული აი რა არის ჩვენი მწამსი აი მწამსი წარმოთქვა ფაქტიურად აი განსხვავებული ცოტა სიტყვებით თქო რა თქმა უნდა აი ეს ახლა რო თქვა რომ მწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლის სამყრობელი აი რაღაც ესეთი აღსარებლობა ესე რა წარმოთქვა ქრისტეს მოწამემან ბრწყინვალითა ხმითა დიდითა მათთვის საიდუმლოთა მოკლითა სიტყვითა მათთვის საიდუმლოთ ესე იგი გაუგებარი სპარსელი ნუ ამან კი თქვა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ის თაშეულეთ ესე უცებ ამის გაგება და აღივსო გულისყრომითა დაუპყრობელითა მძლავრი იგი ანუ ეს სპარსთა მეფე არამედ ჯერეთ გებადვე და სიმშვიდესა იჩემებდა ეს ძალიან განრისხდა მაგრამ ცდილობდა ჯერ ცდილობს რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს რა გონებდა უკვე ნიშნდა პატივით ამერ შეუძლოს მოქცევა მისი პირველისავე უსახურებისა მიმართ რათა მორჩილება მისსა ბრძანებისა მისსა ეთყო და ესე იგი ყვალათი რომ ეგუნა რომ მაინც მოახერხებდა და მოგრთამავდა რა მოკლედ საჩუქრები და რაღაცით დააბრუნებდა ამ ძავის პირველ უხთოებაში ისმინე რაჟდე და დაუტევე უხმარნი ეგნე სიტყვანი და ერჩდი ბრძანებათა ჩვენთან ჩვენ ბრძანებას დაემორჩილე და მიგანიჭეთ პატივნი და დიდება უფრო ის პირველისა აი რაც ქონდა ჩვენგან მონიჭებული პატივი და სიმდიდრე და დიდება იმაზე მეც მოგანიჭებთ მართლა მიანიჭებდა იმიტომ რომ დიდი პიროვნებაა ეს რადგენი რა და თანაზე იყო დიდებისა ჩვენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყვარელ ჩვენ აი მეგობარი იქნები ჩემიო რა
და უკეთესი არა ყო სიკვდილითა მწარითა და სატანჯველითა მავარფელთა მოგაგტინოთ შენ. აიჩი რა ან მეგობარი იყავი ჩემი და დაიბრუნე ეს ძველი ისა ან არა და მიზულებული ვიქნები რომ მოკლა რა. მაშინ მოწამე მან მცირედ გაიღიმა ეს რაშთენ. ესმნეს რა სიტყვა იგი მეფისანი და მიუგო და რქვა რაი არიან რას თავაზობ რაი არიან ნიჭი და პატივი მეფეო რა ნიჭი და რაზე მელაპარაკე არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისან განქარვებადი და აჩრდილებრ წარმავალნი რასაც ჩემ თავაზობ ეს ხო ამ ქვეყნიური სიკეთეებია ჩვენია სიზმარივით გაივლის აჩრდილივით წარხდება ესე არ არის რამე თუ ვითარცა კვამლი განკარდების და ვითარცა მტვერი განიბნევის რამე თუ მიწანი ვარ და მიწაცა მივიქცევით ხოლო სული უკტავარს და უკტავაცა კი ეს ადისწავლა ესე მოდის მოვასწრო მე როგორ წყალივით გადმოდის მისგან ეს ღვთაებრივი სიტყვები ხო და რეებს ეუბნება რომ აი რას თავაზობ აი მწარმტვერი ქარი რომ მტვერს წაიღებს და ესე არ არის ეს განა ესე არ არის ხო და ჩვენ თვითონ მიწანი ვართ მიწის განა ვართ ხო და მიწადვე მივიქცევით ხოლო სული უკდავარს და უკდავაცა კი ეს და უკეთო ვისვინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე და გემორჩილო თქმულთა შენთან არა მოგტე ამეცა ვითარცა ზოგად ყოველი კაცნი აი მე რო ხე შენ დაგიჯერო არ მოგტები ხო მოგტები როდესმე რა შენს ხო მოგტები აი მეც ხო მოგტები ვითარცა ყოველი კაცნი და მერმე ამის შემდეგ რომ მოგტები საუკუნოდ ვიტანჯებოდი ცეცხლსა შინაუშეცა და სიმდიდრე ჩემი აქვე დაუტევო და ხო მოგტები და ესე იგი მე უკვე საუკუნოდ უნდა ვიტანჯო ის რასაც შენ პირდები მე ხო აქ უნდა დავტოვო ხო ვერ წავიღებ თან და ნახეთ უკვე თუ მოგტე ქრისტესათვის უკვე ვიქმნე საუკუნო და მისთანაც ვუფებდე და მისთანაცა ვიდიდო დიდებითა და აუსრულებელითა ესე განზრახვაა ჩემი უცალებელი და თქვენ რომელიც სათნო არის თქვენ ყავთ იგი არა რომელთა სახით და ვერცებ ბრძანებასა შენსა იცი რა აი მე ესე ვფიქრობ მე ვფიქრობ რომ ეს მიწერი სიცოცხლე არის ხანმოკლე და არ არის ეს თავი ღირებულება რა თავია რომ მოგტები მე რა იქნება და მინდა რომ ქრისტესთან ვიყო ეს არის ჩემი განზრახვა ეს არის ჩემი არჩევანი და შენ რაც გინდა ის გააკეთე შენი არჩევანი გაქვს ოღონდ მე შენს ბრძანებას ვერ დავემორჩილებ მაშინ უმეტესითა გულისწყრომით აღივსო მეფე იგი უშულოი და უბრძანა წინაშე მდგომართა რაიცა სენ პირსა მისას ძლიერად სახეში და სენდეს უწყალოდ ესეოდე ვიდრე კბილთა სრულიად შემოსვლამდე ყველა კბილი ჩაუმტრია ყველა აი როგორ უნდა ცემო ადამიანი რომ კბილები ჩაუმტრიო რა ხო ახლა შეიძლება დაარტყა და კბილი მოვარდეს თუ მოწყდეს მაგრამ სუ ჩაულეწეს ეს კბილები და აღივსო ადგილი იგი მძაფრ მომდინარითა მიცისხლით აი სიცოცხლის ნაკადი მოდიოდა პირიდან და აღივსო ეს ადგილი ხოლო იგი მადლობას აღვარებდა ღმერთსა რომ სახელისათვის მისისა ღირსიქმნა ესოდენისა და ესე ვითარისა გვემასა ნუ აქ პირდაპირ ხო ქრისტესთვის ცემენ ახლა ამას და ის ქრისტესთვის დაღვარა ეს სისხლი და აი მადლობს ღმერთს რომ ამისი ღირსი გახატა ყველად განძარცოს იგი და სიშიშვლისა ითრევდეს ქვათა მახულთა ზედა და სცემდეს უწყალოთა არნებით და ტანზე გახადეს ყველაფერი და წვეტიან ქვებზე ათრიეს მოკლედ რაღაც სადაც ქვები ეყარა და იმაზე შიშველი ათრიეს და რკინის ჯოხებით სცემდნენ და ყოვარ ჟამ რა ითრიეს რა დაიღალენ მოკლედ ამის თრევით მერმე შეკრეს ხელი და ფერხით და რკინითა მაგრად შეჭედილი საპყრობილესა ბნელსა შეაყენეს თვინიერ ყოვლისა ნუგეშინის სემის აი არავით არ ეს რბილი რამე არ დაუფინეს არაფერი შეაგდეს ესეთი საშინლად ნაცემი რკინის ბურკილები დაადეს და რკინით შეუკრეს ეს ხელები და ესე შეაგდეს და დააგდეს
როგორი ქართულია და როგორი დინამიური ცხოვრება არა. ხოლო შენ რა ვიდა საპრობილესა მაშინა უმეტესითა და გულსმოდგინებითა უმხრვალესითა სურვილითა მადლობდა ღმერთსა რომელ ესე ვითარსა ღირს ქმნა გვემასა ქრისტეს სახელისათვის რამე თუ რაღაცა თუ ხორცთა შეკრული ყონეტარი იგი არამედ სულით ახსნილი და თავისუფალი ილოცვიდა და ევედრებოდა უფალსა რაითა განაძლიეროს და არა დაუტევოს შეჭონისა მისგან წინა მდებარეთა მიმართ ყვაწლთა რომელი ეგულებოდა დათმენად და ღირს ყოსცა იგი მათ მიერ გვირგვისა წმინდათა თანაზეცის შინებისასა რომელ იგი მისთვის ივნეს ვინც მისთვის ეწამა ქრისტესთვის აი იმ ყვაწლს რო ესეც და აი იმ გვირგვის რო ეზიაროს და ვიდრე აღსასრულამდე სულყვეს რბა იწამებისა მათისა ყოვარჟამ რა იცვებოდა საპრობილესა შინა ვერ მიდრიკეს გონება იმისი სიყვარულისათვის სიყვარულისაგან ღვთისა და აი ეს რაღაც დროს საპრობილეში რაც გაატარა რა თქმა უნდა კიდე ცდილობდნენ მის გადარწმუნებას მაგრამ ვერაფრით ვერ დააჯერეს აი ხა ნახეთ რა ხდება ამის შემდეგ მაშინ მოვიდეს მთავარნი ქართველთანი რომელც მაშინ სპარსთათან მისული იყვნენ და ესე იგი კი ეს ბრძოლა მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა ხო ქართველებსა და სპარსებს შორის მაგრამ ეს საუბარი და მოლაპარაკებებიც არის იმართება ესენი თან საუბრობენ ესენი თან ეს ბრძოლები მიმდინარეობს და მოვიდნენ და მივიდნენ ესე იგი ეს ქართველთა დელეგაცია შევიდა სპარსთა ამ სპარსეთის მეფესთან და ევედრნეს მეფეს ამას უხდოსა გამოყვანება წმინდისამის საპრობილი და ეტყოდეს გაათავისუფლე რაჟდენიო და ესენი ნახე რასე უნებიან ხა ეს ქართველები ჩვენ თავს მდებ ვიქნეთ რაჟდენის ახვანს აი ჩვენ თავდებოდ დაუდგებით ეხლა რას თავაზობენ ესე იგი ნუ ჯერ მოიხსენებდნენ სიკეთესა მისა და სიბრძნესა და სიკვდილესა მისა რამე თუ მრავლისა პატივისა ღირს არსო კაცი იგი ესე იგი ეს ხო ის სპარსია რომელიც სპარსამეფემ გამოაგზავნა თავისი დაიბრუნა და აწამებს ეხლა და ამათ მოუთხეს რომ ნუ ჩვენ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა ამ ადამიანმა და გამოუშვი ჩვენ თავს თავდებოდ დაუდგებით და არა ჯერ არის ესე უპატიო ციკლი მისი განუტევე იგი მცირე ჯამ და ეხლა ნახე რას ეუბნება ცოტა ხანი გამოუშვი განუწევ მცირე ჯამ რაითა წარვიდეს მამულსათვისა მამულისთვის უკვე საქართველოს არის კარგია ხო და იხილოს ცოლი და შვილნითვისნი მეგობარნი და მოძმენი ნუ უკვე სიწყალულითა მათითა და მათმერითა განზრახვითა ერჩდეს ბრძანებასა თქვენსა და არა მიეცეს ესრეთ უწყალოსა სიკვდილსა რამე თუ დიდად გველმისო მაგისთვის და როდესაც ბრძანოთ სწრაფ წარმოგიდგინოთ წინაშე ესე იგი რას ეუბნებიან ესენი ესე რომ გარდა იმისა რომ არ არის ესე დასაჯდელი კაცი და არ ეკუთვნის მას ესე არჩინებული ადამიანია გარდა ამისა იქნებ ცოტა ხანი გამოუშვა რომ დაბრუნდეს სახლში თავისი ცოლ-შვილი ნახოს და ელაპარაკოს და იქნებ შეიცვალოს კიდევაც თავისი განზრახვა. ესენი ხა რეებს ელაპარაკებენ ეს ქართველებიც. ესე ყველა კი არ არის ნათქვამი რომ მაძე უფრო ქრისტიანი იყო ეს რაჟდენი, ხო? იქნებ დაგემორჩილოს კიდევაც რა. ნახოთო და მაშინ საერთო სიკეთე იქნება. რაღაცა ესე და ცოტა ხნით გამოუშვი. მოკლედ შემდგომად მრავლისა ვედრებისა ისმინა მათი მძლავრმა ესე იგი დიდხანს ესაუბრე და მოკლედ რაღაცნაირად დაარწმუნეს. ნუ ესე იგი მე და თქვენ ამას ვერ გავიგებთ რა. ეხლა რაც უნდა გითხრათ. იმიტომ რომ ხო გითხარით აი ესე იგი მოწამეობა და ეს მარტვილობა უფრო სწორედ, ანუ ეს ტკივილის განცდა რა. ეს ტკივილი, ეს ყველაფერი ძალიან დიდი საიდუმლოებაა და მე ძალიან რაღაცა დროს, როდესაც შევიტყვე, რომ ტკივილი რა არის საერთოდ ტკივილის ფუნქცია რისთვის აქვს, რომ ეს არის ადამიანის მეგობარი, ტკივილი რა. გეხმარება იმისათვის, რომ დროზე შეიტყო რაიმე დაზიანება თუ გაქვს ხელში. ხო და აი კეთრი ავადმყოფობა ეს არის აი ტკივილის განცდის დაკარგვა და ამიტომ თავარი არის რომ ტკივილი აღარა გაქვს
ყველაფერი მე ამისი შედეგია რა, რომ იხრწნება სხეული, რაღაცაც ხელზე დადებდა ვერ გიბულობ და მოკლედ გიზიანდება თანდაც ტკივილი იცავს ხელს დაზიანებისაგან. ხო და ამიტომ ესე იგი აი ამისი დანახვა არის ძალიან ძნელი ადამიანისთვის და როგორც ჩანს, აი ეს გამოცხადება, როდესაც ხდება, გამოცხადება მოწამეობის ანუ აი ტკივილით რო ადამიანს აშინებენ და აზიანებენ, ეცხადება ღმერთი და ალბათ აი ეს ტკივილის, როდესაც აღარ არის ტკივილი, გაუსაძლისია, როდესაც აღარ ეხმარება ეს ტკივილი ადამიანს, ალბათ აი მაშინ უფალი ამას. არ ვიცი ხა ეს ჩემი რაღაც ვარაუდებია. ხა ისეთი რამე უნდა გითხრათ, რომ მოკლედ ესენი ხო მოვიდნენ ეს ქართველები, ესენი ხო მოვიდნენ და ხო დიდხანს ამ სპარსთა მეფეს ესაუბრა რაღაცა დაარწმუნეს მოკლედ რა, რომ უნდა გამოუშვოს და რა თანხმდა. აი ხა არის ძალიან საინტერესო, თვითონ რაჟდენი რა აზრის არის ამის შესახებ რა და ნახეთ რა წერია რა, არაენება განტევება. არ მინდაო წამოსვლა. არ მინდაო ესე უთხრა. რატო? ეს არის ყველაზე და ეს არის ეშმაკის მოკლედ ესეთ რამეს ამბობს ამათეონება, რომ ეს ეშმაკისგან არის ხა თქვენ რომ მოხვედით, ეშმაკმა მოგიყვანა და ამ ქართულ დიდებულებს ეუბნება. რომ ეშმაკისგან არის ეს ყველაფერი, რომ ესე იგი ეშმაკს ხედავს ეშმაკი უკვე, რომ ეს მზად არის. მზად არის და რომ ეს ესე იგი ღვთის ძალით და ღვთის მადლით შეირაცხება რა. ამ წმინდანად და შეირაცხება კი არა, აი ამ წმინდანთა დას შეუერთდება და ეს უნდა გაწელოს ახლა და გადატოს რა. არ შეიცვლება ეს, იმიტომ რომ ეს რაჟდენი მტკიცეა რა ძალიან, ეს ძალიან საინტერესო ადგილია ეს ამ ცხოვრებაში და არ შეიცვლება რა თქმა უნდა ეს ამბავი, მაგრამ აი ხა როგორც ვნახავთ, გასასწრებელი კი იქნება, ცდუნება რომ აცდუნონ რაჟდენი. რატო რა პირობით უშვებს ახლა ეს შახი, რომ ჯერთი ძალიან მალე უნდა დაბრუნდეს პირობა ესეთია და მეორეც ერთი ის არის პირობა, რომ ეს დიდებულებები რომ გამოუშვის სახში და იქ ახლა ცოლი ყავს, შვილი ყავს, რაღაცა რომ დაინახავს, იქნებ ცდუნდეს, ფაქტიურად ამას ეუბნებიან რა. ფაქტიურად ამას ეუბნებიან, რომ იქნებ შეცდეს და ეს ხო რაჟდენმაც იცის და აი არ უნდა წასვლა რა, მაგრამ ნუ რა გაეწყობა, კარგი. რომ გამოჩნდეს ამისი სიმტკიცე, ამისი რაღაცა წამოვა. მოგონთ. ხა მე წინას არ უცრებ მოვლენებს. და რო ბრუნდება, დაბრუნდება რა თქმა უნდა. გავუშვებენ, ჩავა და ნუ ესე დაბრუნდება და რატომაც ამ მეფემ ჩათვალა შახმარო ცოტათი, ესე იგი დააგვიანა ამა ჩამოსვა თუ რაღაცა, არაფერი დაუგვიანებია, მაგრამ ნუ ამა რაღაც ვეღარ იწმენს რა, ეშინია რომ ხო არ გაიპარა ეს რაჟდენი და აგზავნის რაღაცა თავის ლაშქრილებას რაზმს თუ რაღაცას და ესენი რაჟდენი მოდის და ამ რაჟდენს შეხვდებიან ესენი და ვერ იცნობენ და კითხავენ რა ესე რაღაცისა და ეს ხო მეუაროკაც რაჟდენიო და მოდის ახლა ამას ავიკითხავთ ამას, მაგრამ რა მინდა ვთქვა, ნახეთ ესე იგი რაჟდენი ბრუნდება უკან ვახტანგთან და ოჯახშიც და ნუ ყველგან, ოღონდ ხო გახსოვთ რა წავიკითხეთ, რომ ყველა კბილი ჩამტრეულია. ერთი კბილი რო ჩაუტყდება ადამიანს, ის უკვე ვეღარ ლაპარაკობს ისე, ხო, აი ეტყობა რაღაც ესე კბილი რაღაც. ყველა კბილი ჩამტრეულია, სახედა ჩეჩქვილი აქვს. მოკლედ აღარ არის ეს რაჟდენი, ის რაჟდენი არ იყო, რომელიც აქ წამოვიდა. უკვე მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან სახეზეც ნაცემი რო არის იმაზე კი არა მაქვს ლაპარაკი. უკვე აი როდესაც ადამიანი ესეთ რამეს გადაიტანს, ის უკვე სხვა ადამიანია. აი სხვა ადამიანი რაჟდენი ბრუნდება. და ესე ამბობდა ეს რაჟდენიავს ვითარ, ესე ყოველი ღონე არჩევზე და ეშმაკისა, რათა ღონისძიებით და დამიხრწიოს წინამდებარე ესე ღვაწლი. და წარწყვიტოს ეს ღვაწლი წყალში ჩამიყაროს. და დამაჭიროს აღთქმული იგი კეთილნი, წმინდათათვის გამზადებულნი და რომ ეს რაც მე ამ წმინდანებს შევპირდი, რომ ეს ღვაწლი წყალში ჩამიყაროს და რომ ესე იგი განმიქაროს ეს, რომ დამაკარგინოს რა და მაშინ წარვიდა წმინდა იგი სახით თვისად და პირველად მივიდა ხილვად მეფისა ვახტანგისა. და იხილნა იგი და მოიკითხა მეფე და დედოფალი. და ცნაირა მეფემ ღვთისმოყვარემან განიხარა ფრთია და მიეგებეს
მიეგების წინა სიხარულით ეხა საოცარი რაღაცა ხდება რა. ეს უკვე ვახტანგ მეფემ უკვე იცის რა ყველაფერი და ვახტანგ მეფე უკვე ცოცხალ წმინდანს ეგებება უკვე. ეს უკვე აღარ არის ის რაჟდენი, რომელიც მეფის კარზე იყო, რომელიც პატივით მიიღო, რომელიც გვერდში დაიყენა როგორც თანამმართველი, ხო? და რომელიც აი მისი მეუღლის აღზრდელ რაღაც, ნუ ეს სხვა ადამიანი ჩამოვიდა. ესე იგი ეს ნუ ვინ თუ არა ვახტანგმა, რომელიც თვითონ უდიდესი წმინდანია და ცხოვრებაშივე იყო ეს წმინდანი. მოკლედ ეს ხედავს რა ამას. და მიეგებნეს წინა სიხარულით და მოწლედ ამბორს უყოფდეს და სიყვარულით მოიკითხვიდეს ამბორის ყოფილ თვალთა და პირთა მისდომი. ესე იგი ნახო ხედავს რა დღეს შეაქეს სახე ღვთის გულისათვის და თვალთა და ამბორის ყოფილი იმთხოვა ამ ნატანჯ სახეზე და ამბორის ყოფილი თვალთა და პირთა მისდანი ქრისტესათვის შემოსვლით და ყოველთა ასოთა მისდა მოწყულთა ნატრი და ეტყოდა და რასე უნება ეს ვახტანგი ხა ნეტარ ხარ შენ ხნეო რაჟდენ და სამგზის სანატრელ არ ზღვაწლი შენი რომელ სახელისათვის ღვთისა თავს ისხენ ესე ვითარნივ ნებანი რამე თუ საწერტელნი ქრისტესი საწერტელი ანუ ჭრილობები ქრისტესი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს ეს არის პარაფრაზი ანუ გამეორება სახარებისეულ ესე იგი ვახტანგის საოცარი ისიც ჩანს აქ ხო აი ნუ როგორი განათლებულები არიან წარმოიდგინეთ ხა მე რა თქმა უნდა არ შევედრები და მე არ ვიცი წმინდა წერილი ესე რომ აი ესეთ დროს ესე მოვიშველო ეს ფრაზა ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის მე-6 თავის მე-17 მუხლი საწერტელნი იგი უფლისა იესოსი ხორცთა შინა ჩემთა მიტვირთავნ პავლე მოციქული ამბობს რომ ქრისტეს ჭრილობები აი რაც ქრისტემ ჭრილობები მიიღო აი ეს ყველაფერი მე მიმიღია და რო გაამართახეს ქრისტე ნუ აი სხეული როგორი დაზიანებებიც მიიღო ეს ყველაფერი დაზიანებები პავლეს მიღებული და ზუსტად ამას ახსენებს და ამას ამბობს ეს ვახტანგი რომ ნეტარ ხარ შენ და ყოველთა ასეთ ნეტარ ხარ შენ მხნეო რაჟდენ და სამგზის სანატრელ რატო რომელ სახელისათვის ღვთისა თავს ისხენ ესე ვითარ ნებანი რამე თუ საწერტელნი ქრისტესნი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს ანუ აი შენ ქრისტეს ჭრილობები მიგიღია რა ამას ეუბნება და ესრეთ განაძლიერებდა და ახოვანყოფდა უმეტეს და ღვაწლთა მიმართ და ითხოვდა მისგან და ეს უკვე როგორც მოგახსენეთ ხო რაჟდენი ფაქტურად ნუ უმეტესად დაიფაროს რომ თუ არ უარყოფს რატო უნდა უარყოფს მაგრამ მოკლედ ძირითადად ეს თავარი რაღაცა უკვე განცდილი აქვს და ცოცხალი წმინდანია ფაქტიურად და ამას ეს ხედავს ვახტანგი და ეუნება ნახეთ და ითხოვდა მისგან რათა მეუხექნას წინაშე ღვთისა და ამის შემდეგ უკვე აი ესეთი იყო ვახტანგის და რაჟდენის შეხვედრა. შემდგომად ამისა სახლებულთან მიმართვისა წავიდა თავის ცოლთან რაჟდენი და შვილებთან და მოიკითხნა ხოლო მათ ხილულთა მისთა და სიხარულთა უზომოით აღსებულთა. მადლობა შესწირეთ ღმერთთა, რამე თუ არ გაელოდეს ხილვას ამისა. არავის ეგონა თუ დაბრუნდებოდა და ნუ დაბრუნდა რა. დაბრუნდა და ნუ აი დიდი სიხარულით აივსო ეს სახლი. და შეიტყობდეს ჩაეხუტენ ამბურს ყოფდნენ ხელსა და ფერხთა მისცა და ეტყოდეს ჰოი სანატრელო რაჟდენ ოდესღა ვესვიდით ცოცხლებით ხილოსის აღარ გვეგონა თუ ცოცხალს კიდე გნახავდით აწვინაი განცოცხლებით გიხილეთ ნურღარა დაგვიტევებ ხოლო ესე იგი რადგან ცოცხალი ჩამოყრია აღარ დაგტოვა აწემეთი რა
ხოლო მას არარად შეერაცხა. არც ასურდა ხილვაი მათი და სრახვაი. დანახვაც კი არ უნდოდა რა. ამ თავის ცოლშვილის. ცოლის არცოლზე ახლაპარაკი, იმიტომ რას ეუბნება ნახე, რომ აი აწინ ვარ დაგტოვებ კაცო და რა მოხდა ინახტერს რომ არამედ იგი სასურველსაც ვისა იგონებდა, ქრისტეს იგონებდა და განიცდიდა გონებითა იგი და ეოცნებებოდა. იმას იმ დროზე ოცნებობდა, როდესაც აწამებდნენ ქრისტესთვის. მერმე შემდგომად მცირედისა პირებითა ეშმაკისაითა. ესე იგი ეშმაკის შთაგონებით, გადაბირებით აღიძრა მეუღლე იმისი, მსგავსად პირველისა მის დედისა ევასი. და ეძრახებოდა წმინდა სამას და ეტყოდა, აი როგორც ევამ დაუწყო ადამიანს ზუნება, აი ესე დაუწყო ახლა ამ ცოლმა ეშმაკის შთაგონებით ზუნება რაჟდენს და ეუნებოდა. რად ესეთ განგიწირავს ცხოვრება ითვისი და მიგიცემიეს თავი შენი სიკვდილად და ჩვენცა სრულიად ოხერდაობა გყובה. ესე მიგვატოვე ჩვენც, შენი თავის განწირე რატო გააკეთე კაცო ეს? ერჩდიბ თანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩვენცა და ემორჩილია მეფე რასაც გეუნება კაცო და შენი თავის გადაერჩინე და ჩვენც გადაგვარჩინე. ცოლი ეუნება. რათა არაბოროტად მოგდე შენ და ჩვენ სიკვდილით და შენითა მივეცნით განსასწრებსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა. რომ ესე იგი არ მოიკლავ თავს კაცო, იმიტომ რომ შენ რომ მოგდე, მე ჩვენს განსასწრებში ჩავცვიდებით რა, ესეთ რამეს ეუნება. ცოლი. და სხვასაც სამრავლსა ეტყოდეს და აწვევდეს შეთქმულათ წუთი ჟამის ამის ცხოვრებისა. და რას ეუნება აწვევდეს შეთქმულათ, რომ აი შეირგე რა ეს რაც გააქეს ცხოვრება წუთ ჟამის ცხოვრებას ესე იგი ზეუნება ამ წუთის სოფაზე რომ შეიტკბე და შეიშნე და დიდების ამის წარუვალისა არასუროდა მათ არ უნდათ ეს წარუვალი დიდება ამ ცოლს არ უნდა რა შვილებზე არ ვიცი არცა ცხოვრების ამისთვის დაუსრულებისა გონებდეს რამე თუ არა ემსგავსებოდა ესე იგი და ეს ქალი არ ფიქრობდა მარადილ ცხოვრებაზე და არა ემსგავსებოდა და ეხლა ჩამოგითვლით ეს უწმიდესი და უნეტარესი ბესარიონი ჩამოგითვლის ვის არ მიიმსგავსა რაჟდენის ცოლი არა ემსგავსებოდა მაკაბელთა დედასა საოცარი მაგალითები გახსენებული 7 მაკაბელი ყრმა ესე იგი არ ვიცი პროსი იყო თუ არა სულწოვანი და დანარჩენები ესე მგონი არც ის არ იყო ეს სუპატარა კიდე რაღაც მგონი 6 წლის იყო თუ რაღაც მაკაბელები რომელთა წამებას დედა უყურებდა თვალით თავის თვალით და ამხნევებდა ამ შვილებს იმათ არ მიემსგავსა ეს ქალი არცა წმინდასა ნატალიას ადრიანე და ნატალია ძალიან ცნობილი ისტორიაა ეს ნატალი დიდებულები იყვნენ რომელები და ესე იგი ეს რო შეიპყრეს ეს ადრიანე. ნუ აღარ ელოდებოდა რა უკვე, ნუ გასაგებია შეიპყრეს და უნდა მოეკლა და უცებ კაკუნია კარზე აღებს და ხედავს ადრიანე დგას კარებში ნატალია. ხო და სახში არ უშვებდა რა. სახში არ უშვებდა რა, როგორ ვინ გამოგიშოვა? უარყავიო ქრისტეო? არავინ ცოტა ხნით გამომიშეს რომ დაგიმშვიდობო თავის ცოლს ეუბნება და მე ბრუნდება ეს ადრიანე და მე ესე იგი ესეთი წამებას დაუდგენენ ამ ადრიანეს მუხლები უნდა გადაუმტრიონ და ეს ცოლი მიდის და თხოვს ამ იმპერატორს ახლა აღარც მახსოვს ვინ იყო იმპერატორი ეს პირველი საუკუნეებია და თხოვს რომ თუ შეიძლება მე დაუჭერო ამ მუხლებს და ისე გადაუმტრიოთ. თავისი კვრის ფეხი უჭირავს ხელში და ისე უმტრევენ ამას მუხლებს. არცამ ნატალიას არ მიემსგავს ეს ქალი. არცამ დედაკაცსა მის ღვთისმოყვარესა ერთის ამის 50-აკაც. არც იმ ქალს არ დაემსგავსა. 40 სებასტიელი მოწამე რომ ხო წმინდა ამოიყვანეს მერე
ძვლები გადაუმტვრიეს. რომ მუქტარუკნა და მე ესე შეყარეს ესენი ჰუმუსი და ამას რო აკეთებდნენ ამ ურვემზე ეწყოს 40 კაცის ხელ თუ რაღაცა და მოკლედ ერთი უმცროსი რომელიც იყო გადმოვარდა და ცოცხალია რა და ესენი ჰუმუსი შეყარონ ეხლა ამათი თავარი პირობა არის რომ სულ ერთად უნდა იყვნენ რა 40-ვე ერთად ეს ერთი უმიდან გადმოვარდა დედა მივარდა ხელში აიყვანა ეს თავისი შვილი და ისე ურემზე დატო იმის მაგერს რომ გამოეყვანა და ცოცხალი გადაერჩინა არც ამ ქალს არ მიემსგავსა ეს არამედ სხვათა უმხნოთა და დახსნილთა დედათა მსგავს იყო ხოლო ეს მაგრამ ეს რა ხვა იწმინდა სამას მეუღლისაგან თვისისა მიხედა მას და მგსინვარეთ გულისწყრომით ეტყოდა რად ესრედ ბოროტისა განზრახ მექმნები ой დედაკაცო ცუდ რჩევას რატომაც ვითარცა ეგ ევა ანუ ვითარცა ცოლი იგი იობი მრავალტანჯულის მრავალნებული იობის ცოლი ეუნება რომ ესეც სიტყვა შეუნება დაგმე ღმერთი და მოკვდიო რა აი ამის ესეთ რამეს ეუნება ეს ქალი და რაღა იობის ცოლივით იქცევით და რაითანცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ უკტავებისა წილ მოკვდაო რა და მეც რო გავხდე როგორც ადამი რომელმაც უკტავების ნაცვლად სიკვდილი მიიღო და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად მიქცეულ ნუ იყოფინ ესე ჩემ და სმენაცა სიტყვით და მოსმენაც არ მინდა შენ რეებს ლაპარაკო რაითა მივეცე წარსაწმედელა და გამოვეხუა ცხოვრებას ამისგან საუკუნესა რა იარს უთქმილეს ქრისტესათვის სიკვდილისა და რა უნდა დავიჯერო შენი და ამ ჯოჯოხეთში ჩავედა ქრისტესთვის სიკვდილზე უფრო ტკბილი რა უნდა იყოს ვინაიდან მანცა ჩვენთვის სიკვდილისა გემოიხილა და ჩვენ უკვდავება იმოგვანიჭა რა დიდარს უკეთ ჩვენცა მოვკვდეთ მისთვის რა არის ჩვენი ეს იგი მან ჩვენი გულისთვის სიკვდილი მიიღო და ჩვენ მოგვანიჭა უკვდავება და ეხლა ჩვენი სიკვდილი მისთვის რა არის აი რა ფასეულობა რა არის რა სალაპარაკო ამაზე რა არის რომ ჩვენ ქრისტესათვის მოვკვდეთ რა მოხდა მე რა დიდი ამბავი ეს არის რა მიწანი ესე და მტვერნი ჩვენ ვართ მიწა და მტვერი რომ ქრისტესთვის მოვკვდეთ რა რაით ამისთანაც ვსუფევდეთ და რა მოვკვდებით ქრისტესთვის მისთან ვიცხოვრებთ კაცო ამ ყის ადგა და განეშორა მათგან ადგა და წამოვიდა ეგრევე ხოლო იგინი აღივსნეს წუხარებითა და მოიცნა ტირილმა და გოდებამა მწარემა და ესრეთ გამოვიდა ნეტარი იგი მათგან და წარვიდა თვით უწოდებელად მუნვე სადა იგი პირველ ეღვაწა ღვაწლი იგი კვდავისა ზვართა მიმართ უხდეთ და პირდაპირ წავიდა ამ სპარსეთის მეფესთან ესე იგი რა ერთი დღეც არ არის ფაქტიურად ღამეც არ გაუთევია თუ რაღაც პირდაპირ წამოვიდა რომელთა მიმართ აღეთქვა მუნვე მიქცევაი შეპირებული იყო რომ დაბრუნდებოდა ხოლო იგინი ვინაიდან მცირედ დარა ეყონა წმინდა სამას რა მცირედ დარა ეყონა ესე იგი არ შეყოვნებულა საერთოდ მაგრამ ისინი აი უთვენელები რო არიან და რაღაცა აღეთქვა მუნვე მიქხოდა გონებდეს არღარა მეგონათ რომ გაიქცა არღარა მიქცევასა მისა გონებდეს უბძანეს გუნდსა მხედრობათასა მყის წარსვლად ეს მეფეზეა ლაპარაკი და გამოაგზავნეს გუნდი და რათა იძულებით და ჭირით სამატყებით მოიყვნენ ხო ნეტარი იგი თვით უწოდებელად მივიდოდა ნებსი თვისით დაკლვათ თვითონ მივიდოდა საწამებლად ბრუნდება რა ვითარცა კრავი ხოლო იგინი შეემთხოვნეს წმინდა სამას და ვერ იცნეს იგი ფრიადისამი შეურაცხებისაგან სახის დაზიანებისგან და მისზე და შემთხვეულთა სატანჯველთაგან და კითხვიდეს სამთუ სადა არის რაჟდენ მათ მიერ საძიებენ ხოლო იგი მიუგებდა ვითარმეთ მე ვარ რომელსაც თქვენ მეძიებთ ყის შეიფყრეს უფთოთ ამა და სცემდეს და კიდევ იმის მაგივრად რომ პატივით მიიყვანონ რა კაცი წესიერად ბრუნდება ხო კიდე ცემეს
სცემდეს თავს ამისა უწყალოდ არ გნებით არ რკინის ჯოხებით სცემე შეკრეს და ესე წარიქციეს წინ და მიგვარას იგი მეფეს ამას იხილა რა მძლავრმან მან ყოველთ ეტყოდა და აიძულებდა ვარისყოფასა ქრისტესა და კითხვიდა ვით არ ხარ მხნეო რაჟდენ როგორ ხარ რაჟდენ და რა იგანიზრახე ესე ოდენ თამა დღეთა უკვე ნუ უკვე ახლა ესე დღეთა იმიტომ რომ ხო დრო ხო უნდა წასვლას ამოსვლას ხო აი ამ დღეებში ხო არაფერი მოიფიქრე და ნუკვე აცა არა გულისხმა გიყოფიეს უმჯობესი თავისა შენისა და რამე თუ ესოდენთ ამა ჯამთა სუგძელ გექმენით რამე თუ გვეწყალვის სიკეთე შენი არა გუნებავს უჟამო სიკვდილი შენი და ეს სუგძელ გექმენით ესე იგი ანგარიში გაგიწიეთ რა არ გვინდა შენი სიკვდილი და აი ამდენი დღეა ანგარიში გიწევთ და ეხა შენ ცოტა რაღაც გადმოდგინ აბიჯეს თრამსეუნება წმინდა იგი მიუგებდა ჰოი მეფეო განზრახვაი ჩემი უცვალებელ არს და უქცეველ არ შეიცვლება რამე თუ ვინაიდან ერთ გზის დაუტევე მამული უხტოება იგი ძალიან ჭეშმარიტია ეს ჩვენი ეროვნული თუ რაღაც ესე იგი ჩვენი უღურთოება ჩვენი სპარსული თუ რა ვიცი მოკლედ ჩვენი ეროვნული უხტოება ერთხელ დაუტოვება და ვიცანი ჭეშმარიტება რა არის არღარა ჯერ არს მუნვე მიქცევაი ჩემი უხტოებად და დატევებად ცხოველი ღმერთი და არცა ესოდენთ ამად ღვაწლთან რომელიგი თავს ისხენ ქრისტესთვის მათი უკვე რაც ვეწამე ქრისტესთვის ამათი წყალში გადაყრა ამ ცემის და იმისი არ არის სწორი აღარ მინდა ეს ხოლო მეფე იგი აღუთქმიდა ყველად ნიჩსა და პატივთა უდიდეს და უფროის პირველისა და იგიცა უმტკიცეს იყო უფროის პირველისა მის ღვაწლისა უმეტესთა კადნიერებითა მიუგებდა და ეტყოდა ესე იგი მეფე ხო პირდებოდა ესე იგი პირდებოდა პირვანდელზე უფრო დიდ შეპირებებს და ესეც პირვანდელზე უფრო პირველად რომ პასუხა ამას და პირველად რომ დაითმინა იმაზე უფრო მეტი სიმტკიცით არის ხა აღსებული და მიუგებდა ვერარამან განმაშოროს სიყვარულსა ქრისტესა ჭირმან ანუ იწროებამან დევნამან ანუ პრობილებამან სიკვდილმან ანუ ცხონებამან მომკლავ თუ ცოცხალს დამტოვებთ ვერაფრით არ გავეშორები სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა ვერარამან შეუძლოს განყენება ჩემი სიყვარულსა ღვთისასა რამე თუ მე მზავარ ყოვლისავე დათვენა და ეს არის სიტყვები რა ამ რაჟდენის ყველა შეიპყრეს მინდა იგი პირველი საერთოდ სცემდეს უწყალო და ითხრევდეს და აიძულებდეს რათა დაემარჩილოს ბრძანებასა მეფისასა ხოლო იგი დუმნა და არაის მიუგებდა და იხილეს რა უქცეველობა მისი შეკრეს იგი და წარგზავნეს სხვისა თავრისა მიმართ სხვა მთავარს გაუგზავნა მეფე თავის ერთ-ერთ ქვეშევრდომს რომელ დაბანაკებული იყო ზემოსა სოფელ წრომში იყო დაბანაკებული ესენი ხა ხო აქეთ არიან ომი აქვს საქართველოსთან და ეს წრომში გააგზავნეს მოკლედ და მიუმცნო ესრეთ ესე შეუთვალა ამ წრომის მთავარს წრომში ვინც იდგა ესე ეს დაბანაკებული ვინც ხო რაით აიძულოს რომელიც აღონიცა შეუძლოს განშორება იმისი ქრისტიან როგორც გინდა მოკლედ აი შენ აწამე აიძულე და მორჩილება მეფეთა და თუ უკვე ისმინოს მისი დიდითა პატივითა მისდავე მოაქციოს ხოლო უკვე თუ ეგოს პირველსავე მას ურჩებასაზე და თვინიერ ყოვლისა წყალობისა წარითა სატანჯველითა განიყენოს ამის ცხოვრებისაგან აწამე და ისე მოკალე ესრეთ უწყალოთ ვითარც არც აღარ თუ ხორცთამისა შემდგომად სიკვდილისა ექმნას მიწასაშინო დაფლავე და ისე აწამე და ისე ქენი რომ არ ცოცხალს და არ მკვდარს მიწა არ ეღერსოს რა აი ესეთი დაბარე წარიყვანეს ყველა შეკრული და წარუდგინეს წინაშე მთავრის სამის ზემოხსენებულისა იხილა რაი წმინდა იგი მთავარმან განიხარა ფრიად რამე თუ სუროდა ხილვაი მისი იმიტომ რომ ცნობილი პიროვნება ეს რაჟდენი რა და ყველას უნდა მასთან შეხვედრა ხილვაი რამე თუ ასმევდა პირველივე სიკეთე და ახოვნება იმისი ახსოვდა ვინ იყო და ეხლა თუ ამისი სიტყვის მოექცეოდა ნუ ამას ძალიან გაუხარდებოდა მოწელედ მოიკითხა იგი და ეტყოდა გიხაროდენ მხნეო რაჟდენ შენ ხარ რომელმან აჩვენეს სიმხნე უძლეველი ეს სპარსული ლიქნა რა ეს ლიქნალური სიტყვები შენ აჩვენე სიმხნე უძლეველი წინა აღუდეგ ბრძანებასა თვითმკვლელთასა და
აგინებს ჯულსა მამუსა და შედგომილ ხარ ჯულსა ჰურიათაგან მოკლული საკაცაც მოვედ და ისმინე ჩემი უარყავს აცტური ეგე რომლითაც შეცდომილ ხარ და სახურე მზესა და მთოვარესა და ცეცხლსა ამის წყინვალესა რომელიც ჯულ გიდვეს მამათა შენთა და მიუხვენ პატივი და დიდებანი უმეტესნი პირველთასა და იყავ ცოცხლები და ნუაღირჩევ სიკვდილსა ტკბილისა ამის საწუთროისა წილ ხოლო წმინდა იგი მიუგებდა რასა მაიძულებთ უსჯულონო ცხოველის ღვთისა დატევებად რომელმან დაბადა ცალდა ქვეყანა და ყოველი რა იარს მაშინ და მსახურებად ცეცხლისა შემწველისაც და ცეცხლი რომელიც წვავს და სხვათამათ უნდოთა ნივთა ადრევე უარქმნილთა ჩემიერ მე პატივნი თქვენი და ნიჭნი გინება ჩემი რაცხიან რომელი დღეს არს და ხვალე არ ღარა ხოლო თქვენ და ყოველთა მორჩილთა თქვენთა და რომელი ჯულსა თქვენს აღიარებენ მიერის ცეცხლი დაუშრეტელი და სხვანაიგი სატანჯველნი საუკუნო ტანჯველნი და არა უწყით რამე თუ რომელი მოკვდა ქრისტესთვის უკტავებაი და უხრწნელებაი და დაუსრულებელი ცხოვრებაი მიერის ეცათა შინა რომელიგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთათვისთა აწ რომელიცა გენებოს იგიყავთ რამე თუ მე მზავარ დათმენად ყოველთა ძვირთა ქრისტესათვის ეს მაგრამ საჯულსა ეს სიტყვანი წმინდისანი აღივსო გულის წყრომითა უბრძანაცემაი თავსა და პირსამისობით რომ აკლდა ეხა ეს ცემა უწყალო და ყვალა ჩემუსრეს კბილნი და ღაწვნი მისნი თუ რამე დარჩა ყბები დაუმტვრიეს და ესეოდენი ტკივილნი მოიწია წმინდესამიზე და ვიდრე არცაღა შემძლებელი იყო ენაი გამოთქვათ ისეთი ტკივილი მეაყენეს რომ ენა ვერ აღწერს ამას ხოლო იგი მადლობას აღვარებდა ღმერთსა და იხარებდა სულითა მსგავსებისათვის ქრისტეს ნებათა. ყველა წარიყვანეს შეკრული ხელი და ფერხი და შეაყენეს საპყრობილესა მწარითა ტკივილითა მოცული და იგი ყოველსავე მადლობით მოიწმენდა ხოლო მეუფე ქრისტე არაუდეს დაუტევებდა შეუწევნელად მონასათვის არცა განეშორებოდა არამედ საპყრობილესა შინა გამოუჩნდებოდა ნუგეშინისცემდა განაძლიერებდა და წმინდა იგი უახლოეს იქნებოდა და უმხურვალეს წინამდებარი საფაწლის ამებარდა ქრისტე არასოდეს არ ტოვებდა და აუწერია ესე იგი რომ საპყრობილეში რომ აგდებდნენ იქ მიდიოდა ქრისტე მასთან და მასთან ერთად იყო აი მეტი რაღა უნდა აი ადამიანმა მეტი რაღა უნდა მიიღოს ხო აი ესეთი რა ნუგეში ქრისტე თვითონ მივიდა მასთან და მასთან ერთად იმყოფებოდა საპყრობილეში ხოლო შემდგომად დღეთა არამცირედთა ყველად გამოიყვანეს რაღაცა დრო კიდე გავიდა ჟამი და გამოიყვანეს ნეტარი იგი და აიძულებდეს ყველად უარყოფა და პირდაპირ ეს ქრისტე ხო ამხნევებს ამას ყოველ დღე და ეს და უყოფიდეს პატივსა და ნიჭთა დიდთა და ეგრეთვე პატიშთა ჭირთა უფიცხესთა და სიკვდილსა მწარესა უძველეს პირველესა რამ ხომ უკეთ არა ისმინოს ხოლო ახოვანი იგი და ყოვლად უშიში გონებითა ყვალაცა შეურაცხებით უკონ აქცევდა სიტყვათა მათა და სიმხნით განეწყობოდა და სატანჯველთა უმძიმარესა და ყვალად იტყოდა ვერა რომლითა სახითა განმაშორეთ სიყვარულსა მისსა მაშინღა უსასო იქნეს გარდაქცევისათვის მისისა როგორ მივხვდა რომ ვერაფერს ვეღარ გადაარწმუნებენ რამე თუ ყოველი ღონე დაელია ძლავთამად ვიხდოთ ანუ აღარაფერი აღარ დაჭი ყველაფერი ცადეს რა და მოკლდეს ბრძანეს მოხუმად ძელთა ბოძი მოატანინეს რათა მოაქტინონ სამწის სანატრელი რამე თუ თქვენს უშულოთა მათ ვინაიდან ძელსა ზედა მოკლულსა მიმართ აქვს სასოებაი ჯერას რათა ესეცა ძელითა აღესრულოს აი ჯვარზე ხო გაიკრა ქრისტე და ესეც ჯვარზე გავაკრათ რადგან ამისი სასოება აქვს აღმართეს ძელი იგი ანუ ეს ჯვარი აღმართეს და მასზე და დამშვალეს ტარიგი ქრისტესი მერმე მოიყვანეს სხვანი ხუთნი ძვირის მოქმედი ავაზაკნი აღმართეს ძელები და მისთან დამოკიდნენ შორის მათსა ნეტარი იგი ვითარცა ჩვენი იესო შორის ავაზაკთა ჯვარცმული ესე იგი აი როგორც ჩვენი იესო ეს ამბობს სპესარიონ უწუდეს გამ დავაზაკებ შორის მარჯვნივ და მარცხნივ ხო ამას ხუთი ავაზაკი გარშემო და მერმე განაწყვეს მოისარნი იმიერ და ამიერ და ეს მოისრეები ესე იგი ისრის პორცნელები დაუყენეს გარშემო და
იწყეს სროლა და დაუშინეს ისრები ამათმა. და ესეოდან უწყალოდ ესროდეს უთონ იგი ვითარცა მხეცნი განძუნებული, აი ექსტაზში შევიდნენ ეთყობა და არაკაცი პირუტყვი გამხეცებულები ესროდნენ ამ ისრებს, რამე თუ ისერნ იგი მათ მიერ ტყორცებულნი და უხორცოთა შინა სიწმინდისათა ძლიერად განწონილნი, აღმოსწვადიან იგივე კვალად განაწონონ. ესე იგი, ისე ძლიერად ესროდნენ ამ ისრებს, რომ ხურჩი გაივლიდა ეს ისარი და გამოდიოდა გარეთ და ამ ისე იღებდნენ ამ ისარს და იგივე ისრებს მერე ესროდნენ. და კვალა და აღმოსწვადიან იგი და კვალადვე განაწონონ, რამე თუ მრავალგზის ყოლეს ესრეთ უხდოთამათ ხო არ ეხა ну რაღაცა რაოდენობა ისრები აქვს ხო მოისარს და დაელია ეს ისრები და მიდიოდნენ და კრიფავდნენ იმ ისრებს ნაშროლ ისრებს და ესროდნენ თავიდან და მრავალ გზის ყვეს ესრეთ უხდოთამათ და ძლიერი წყულება მოაწიეს მიზედა და ყოველნი ხორცი მისნი აღავს ესრულების ესე იგი ნაწილი მთელი ადგილი აღარ დარჩა სხეულზე რა დაუფლით ეს სხეული ისრებით და ესრე დაწერეტილი და დაგვემრილი დაგუმერილი ან განგმერილი ძელს ასეთ დამოკიდებულად იხილებოდა და ვერღარა ეძლო წმინდა სამას მრავალჯერ ცხოვრებოდა ვინაიდან მეტი ხა ну მისი ცხოვრება ვეღარ ну ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა ამის მერე კიდე იქვე თუ არ მოვდა რა და ბოლოს რუქტებოდა ესეთი სიტყვები თქო მასცანა თანავე ედო ბუნებით იგი სიკვდილი ну ადამიანი ამოუტავე რამდენს უნდა გაუძლოს და მაშინ ხახმახო ხელთა შენთა უფალო შევედრებ სულსა ჩემსა და ესრეთ განუწევა სული და აღესრულა ჰოი სამგზის სანატრელი სამის ღვაწლი ჰოი დიდებული იგი სიკვდილი უკვდავად გარდაცვალებაი და მიმსგავსება იგი მისი რომით ემსგავსა მეუფესათვისა სხვათა თითო სახეთა სატაჯველთა თანა ესეცა პატივა და ნიჭად მომადლა წმინდა სამას რათა მსგავსად ხსნელის ესეცა ჯვარით აღესრულოს აი ამ ყველაფერთან ერთად ესეც როგორც საჩუქარი ესე მიანიჭა უფალმა რომ ჯვარზე აღესრულოს და შორის ძვირის მოქმედთა ვითარცა ესეცა მათ მიერ ძვირის მოქმედთა შერაცხილი რომლისა პატივისა და ქებისას ესთაქმნილი ყველა თაკაცე იქნა რაიმე მსგავსი ამის შემდეგ კიდე რაღაცა მსგავსება იყო რაჟდენის სიკვდილსა და ქრისტეს სიკვდილს შორის ვნების ამის მეუფისა რომელი იგი უნებელმან მან ჩვენთვის დაითმინა მსგავსად დღის ამის ჯვარცმისა აი რაღაცა კიდე მოხდა ისეთი რაც იესომ დაითმინა გარდა მოხდა ბნელი წყდეადი შუადღე ზიზდაბნელება მოხდა და იქმნა ბნელი მსგავსად ღამისა და ქარის ასტიკი ვიდრეღა განიბნინეს ყოველნი შემოკრებულნი და შერბიოდეს მისგან და იმალოდეს ისეთი ეს ხო ზედაბნელდა და წყდეადმა დაისადგურა და ისეთი ქარი ამოვარდა რომ ვერავინ აღარ გაჩერდა იქა და დაიმალა ყველა ხოლო მცველნიცა იგი რომელიც დაედგინეს უსჯულოს ამას თავარსა რათა არ აუფლონ არავის ქრისტესაგანსა წაღება იგვამი იგი მის წმინდისა რომ არავის უფლება არ მიცენ ამის გვამის წაღების ის მცველებიც კი განიფანტენ არამედ რაითა მხესთან ფრიულთა შეჭამნა ესე უნდა ეჭამათ მხეცებს ამის გვამი იქმნა რაი საშინელი დღე იგი და ბნელი წყდეადი ქარის ასტიკი ვერვინ შემძლებელი იყო მუნ დადგომად ვეღარავინ აღარ გაჩერდა მაშინ მოვიდეს მორწმუნენი მის დავისანი წრომელები მოვიდნენ და მათთან მღვდელი ერთი და აღიღეს გვამი მისი მრავალ მოღვაწე შიშით და კრძალულებით და დაგრძალეს ადგილსა ფაროლსა ჩამოხსნეს და გარდამოხსნა აი რაღაც ყველაფერი ისე განმეორდა როგორც ქრისტეს დროს. ამისა შემდგომად იქნა მშვიდობა დიდი შორის სპარსსა და ქართველთა. და ამის შემდეგ რაღაცა დაზავდნენ ქართველები და სპარსელები და მეფემ სპარსთავან მიავლინა მოციქული ვახტანგისა მიმართ მეფის მშვიდობისათვის და ერთობისა და ექმნეს ზავი ურთიერთას და იქნა მშვიდობა შორის სპარსსა და ქართველთა. გამოვიდა მეფე ვახტანგ და იხილეს ურთიერთას ორთავე მეფეთა დიდნი პურობანი გარდაიხადეს შეხვდა თავის სიმამრს დიდი პურობა გადაიხადეს სუფრა და ძღვენი სამეფონი ურთიერთას ანიჭეს რომელსა იგი გვაუწყებენ ცხოვრებანი ქართველთანი ხოლო მეფე სპარსთა შეიქცამუნო და წარვიდა სამეფოთვისად და მიერ იქმნა მყუდროება დიდი ქართველთა შორის ესე ყოველი მაღალმა მადლმან ქრისტემ ქნა ახეთ რა წერია ესე ყოველი მადლმან ქრისტეს მოქმნა მეოხებითა წმინდისა და ყოველდღიურისა რაჟდენისათა რამე თუ ვითარცა იგი სისხლან სამეფომან
ქუნა მშვიდობა დიდი შორისსა და ქვეყანისა ქრისტეს მიერ დაღვრილმა სისხლმა ზეცასა და დედამიწას შორის მშვიდობა დაამყარა ანგელოსა და კაცთა ეგრეთვე მისთვის დათხეულმა სისხლმა ქნა აი ამის კი რაჟდენი ფაქტიურად ხო ქართველთა და სპარსთა შორის იყო ეს შუამავალი და მის მიერ დაღვრილმა სისხლმა ქართველთა შორის და დაიცვნა ეკლესიანი ჩვენი და შეზღუდა მშვიდობით აი ფაქტიურად რაჟდენის აი ღვაწლის საფასური ეს იყო რა შემდგომად მისა გარდახდეს წელნი რამდენიმე წელი გავიდა და იქნა დაწყნარება მეფემან ვახტანგმა იწყო ძიება ნაწილთა მიწმდისა და სხეულის მოძიება დაიწყო. რამე თუ ფარულად იყო დაკრძალულ მცირეთა ვეცმე კასტაგან და არავინ უწყოდა თვინიან მღვდლის ამის რომელ ზემო ახსენეთ. იმ მღვდლის გარდა არავინ არ ეცოდა სად იყო დაკრძალული რა. რომლესაც დაეკრძალა იგი, ხოლო არც აღა მოწამეს ამას ენება დაფარვად მრავალ მოღვაწე გვამი მისი არამედ მინიჭებოდ იგი მეფისა ღვთისმოყვარისათა. მოწამეს, ანუ ეს ვინც იყო მოწმე ამ ყველაფრის. მასაც არ უნდოდა რომ დამალული ყოფილიყო და უნდოდა რომ მეფისათვის მიეძღვნა ეს სხეული. მეფე ვახტანგისთვის გადაეცა სხეული. აითა ცხადად წარმოჩინოს საკვირველება მისი ღამესა ერთსა ეჩვენა მღვდელს ამას წმინდა იგი რაჟდენი. აი ამ მღვდელს ქონდა გამოცხადება. დიდითა და ბრწყინვალებითა შემოსილი, რომლისა თვალშემდგომად ვერ შემძლებელი იყო თვალს ვერ უსწორებდა და ეტყოდა რაჟდენი ამას. ხუცესო, აგდეგ და ნუღრა ყოვნი, რამე თუ სურის მეფესა ნაწილნი ჩემნი ხილვად და შემთხვევა და წარვე და აუწყე სადა იგი სხენან და სადაცა თვითენებოს მუნ დასხნეს იგივე სადაც უნდა თვითონ იქ დააბზანოს ჩემი სხეული. მაშინ გაადგა ხუცესი იგი აღსებული შიშითა და სიხარულითა დიდითა და მყის წარვიდა მეფისა მიმართ და შერაი ვიდა წინაშე მის აუწყა ესე ყოველი თუ ვითარ და ოდეს და სადა იგი დაეკრძალა და აწვითარ გამოუჩთა და რა იგი ამცნო ყოველი ზედამიწევით და აუწყა მეფეს ეს ყველაფერი მეფეს მოუყარა გამოცხადებაც ისიც ადაფოლდა ეს მარა ესე მეფესა აღივსო სიხარულითა და გამოუთქმელითა და მადლი შესწირა ყოვლა ძლიერსა ღმერთსა და სანატრელს ამას მოწამესა დააჯილდოვა მყის იხმნა ეპისკოპოსის სამეუფოისათვის ისანი და სიმრავლე სამღვდელოისა მწყობრისა და წარავლინა იგინი სამეუფოითა ნიშთა მრავლითა სოფელსა მას რომელიც ზემო ახსენეთ წრომს სადა იგი დაკრძალული მრავალმოღვაწე გვამი ღვაწლით შემოსილი სამის მოწამისა და ვითარცა მიიწიეს მუნდა იხილეს ნაწილნი იგი წმინდანი რო აღმოასვენეს დიდითა შიშითა და სურვილითა შემთხვივნეს და აღმოიღეს მიერ სამარით და სურნელება იმ მიუთხრობელი გადაეფინა და აღავსო ყოველი ადგილი მისი საოცარი კეთილსურნელება მოეფინა ჩვენ წმინდა სტეფანე ვახსენეთ დღეს მისი ნაწილთა აღმოყვანება და აი სტეფანეს წმინდა ნაწილი რო გახსნეს ისეთი სურნელები დადგა არ არის რომ საქონელიც კი ავადყოფი რომელიც ამას იყვნებოდა და იკურნებოდა აი რაღაც ესეთი მოხდა რაჟდენის ამოსვენებისას და აღიღეს მუნი და წარემართეს გალობითა და ფსალმუნებითა სანთლითა და კერეონითა სიმრავლითა და საკმეველითა სურნელებითა წარიღეს ნიქოს საეპისკოპოს ამას ეკლესიასა მისიმე მეფისა ვახტანგისა მიერ აღშენებულისა ნიქოზის საკათედრო ტაძარში ვახტანგ მეფის აღშენებულში გადაასვენეს სნეს რა იგი მეფემან და დედოფალმან ვითარ შვენოდა ღვთისმსახურებას ამაცა და სიყვარული იგი დიდი მოწამის აწევდა შორს მიეგებნეს დიდითა სურვილად საკმაოდ შორს დახვდნენ ნიქოზიდან წამოვიდა ეს პროცესია მეორე წინვალები და შეხვდნენ ერთმანეთს და გააგრძელეს უკვე ისევ დაბრუნდნენ ნიქოში და ქვეითნი ფრხივ თანაყვებოდეს ცხედარ სამაწმინდისას ფეხით გადაასვენეს და მიიწვივნეს ნიქოს და მუნ დაკრძალეს დიდითა დიდებითა და პატივითა სამგზის სანატრელისა გვამი და დღესასწაული შვენიერი შემზადეს თვეს აგვისტოსა სამსა დღესა წამებისა მისისა და ისე გააკეთეს რომ აი ამ დღეს ეწამა 3 აგვისტოს და ამ დღეს გადაასვენეს
მისი წმინდა ნაწილები და ამ დღეს ჩააბრძანეს ნიკოში. ხოლო შემდგომად ამისა, ვითარც აწევდა სურვილი მოწამისა მეფის ამას თვისახურისა, ტაძარი შვენიერი აღუშენა ციხესაშინა, როგორც მეფეს ესე იგი ამ უჯარმაში აუშენა კიდევ ვახტანგ მეფეს. ტაძარი სახელსა ზედაწმინდისა რაჟდენისა და ერთი სხვა ეკლესიი ველსა ზედა უჯარმისასა, კიდევ უჯარმის ველზე ააშენა, რომელსაც სამგორობით უხმოვდა, სამგორის ველზე ააშენა, სადიდებელად ყოვლა ძლიერი საფრთისა, სამებისა, ერთეებისა, განუყოფელისა და შეურევნელისა, მამისა და ძისა და ყოვლადწმინდისა სულისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და დაუსრულებელთამაც საუკუნეთა უკუნისამდე. არაფერი არ აქვს, რა თქმა უნდა, რაჟდენის გამოსახულება, მაგრამ ეს არის მიხეილ საბინინი, საბინაშვილი. მიხეილ საბინინის მიერ საქართველოს დიდებაში მის მიერ შესრულებული ეს გრავიურა არის ესეთი. ალბათ ყველაზე მეტად, ალბათ ეს უნდა გამოიხატოს წმინდა რაჟდენი. ეს და ამითი, რა თქმა უნდა, არაფერი წმინდა ნაწილი არ გაგვაჩნია, ერთადერთი კიდევ ახალი გარემოება კიდევ გვაქვს. ესე იგი პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, ჩვენ შეთანხმებულები ვართ და ესე იგი უკვე საკმაოდ ბევრი აღწერა ეს წმინდათა ცხოვრება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ეს როგორც წერს კოტე როგორც წერს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კონდაკი, ტროპარი და კონდაკი. მოკლედ აქ ხარ წაგი მე მოუხევი ეს ყველაფერი კოტეს და მან დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი და ეს ლექსი არის ფაქტურად ტროპარია. რა თქმა უნდა, რაც მოგიყევით ყველაფერს ერთ ლექსში და ვერც ერთ პოემაში ვერ მოაქცევს ადამიანი. არამედ ტროპარია. აი ტროპარი წაგიკითხავთ ახლა ტროპარს ლექსად. კოტე ყუბანეიშვილი წმინდა რაჟდენ პირველ მოწამე. თუმცა ვრცელია ვარსკვლავთ სია მათი ვინც იმსხვერპლა ხმალმა. ბედმა მტრები დაგვასია სანამ ვახტანგ გორგასალმა უჭად შეკრა კავკასია. ერი აღარ გაასპარსა. თბილისიც იმ აკვანს ქვია ქალაქს რაც მან დაარსა. ირანელი ყავდა ცოლი შვილი სპარსთა მეფეთ მეფის, განუმტკიცა რამაც როლი გაუღებლად დიდი მსხვერპლის, თან დაერქვა, რადგან მგელი ხელს უმკობდა შევარდენი, ცოლს ჩამოყვა თან გამზრდელი კაცი სახელად რაჟდენი. როდესაც ამდენი გმირი მეფის კარზე შეიყარა, რაღა არის გასაკვირი ერი მას რამ შეაყვარა, ქართველთა ერთიანობა ქრისტეს რჯულს რომ დაემყარა, საქართველოს მთლიანობას საფუძველი ჩაეყარა, კავშირიც რომ არ გაწყვიტა უფალთან, ვინც ქრისტე არის, მყის რაჟდენმა გადაწყვიტა გამხდარიყო ქრისტიანი. იმის შემდეგ მოხდა რაც ეს, ჩაუსაფრდნენ სახთან გზაზე, მაგრად ცემეს, მოიწაცეს, მიიყვანეს შახის კარზე, კითხა რჯული დაგმო რაზე, შახმა მოეკრთა მას ცადა, თუნც მან რწმენის დაგმობაზე უარი რომ განაცხადა, უკვე აღარ აპატია. ვეღარ შეიკავა რისხვა, ყველა კბილი ჩაუნტრია და დაფარა სახეც სისხლმა. ვერ მოახრევინა ქედი შახმა, თუმცა ბევრს ეცადა, რაჟდენს სურდა ქრისტეს ბედი თავადვე გამოეცადა. ეზიარა მადლს თვითონაც, არა მოუღია რადგან ხმას ხმა და რაჟდენი ამიტომაც პირველ წმინდად შეირაცხა. ამითი დღევანდელ საუბარს დავამთავრებ. მე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, ესე იგი, რომ დღეს არის 2 აგვისტო, საეკლესიო კალენდრით 2 აგვისტო და დღეს არის დღევანდელ წმინდანებზე გვისაუბრია და დღეს ვისაუბრეთ წმინდა ვასილი ნეტარზე, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ წმინდანზე, და მოგიყევით მის შესახებ და წმინდა ნაწილებიც გაჩვენეთ და ეხლა კი ჩვენ გვქონდა საუბარი წმინდა რაჟდენ პირველ მოწამე. პირველი იყო ფაქტიურად ახლად გაქრისტიანებულ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულ საქართველოში პირველი ვინც ეწამა. ეს იყო რაჟდენი და
მის შესახებ გონდა საუბარი და ბოლოს დაგიკითხეთ ეს ტროპარი ლექსი კოტე ყუბანეიშვილის. მე კი ამითი დღეს გემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.